მოგესალმებით, მეგობრებო. ისევ მინდა ცოტა ინტერაქციული ესეთი ინტერვიუ შემოგთავაზოთ. საინტერესო თემები მინდა დღეს განვიხილოთ. კარმულ ასპექტებზე მინდა ისევ გავაკეთო აქცენტი თამი, ჩემი მეგობარი, რომელიც ადრეც ავსტრიიდან ვერთვებოდით, რამდენიმე ვიდეო ერთად ჩავწერეთ. ძალიან საინტერესო ვიდეოები ჩავწერეთ რაღაც ღრმა კარმულ თემებზე. და ეხლა საქართველოში არის თამი, ჩამოსული, იმიტომ რომ ავსტრიაში ცხოვრობს და მოვიდა ჩემთან სტუმრად. და ძალიან საინტერესო დიალოგები გქონდა და მინდა თქვენც იყოთ მონაწილე უბრალოდ ჩვენი საუბრის. რაზე მსჯელობთ, მაგალითად, ზოგადად რაზე ვლაპარაკობთ ხოლმე და თქვენც ჩაგრთავთ, ესე რომ ვთქვათ. წინაზე გქონდა მე და თამის საინტერესო საუბარი. კარგად ერგო ასტროლოგიაში, თავიდან თამი გავიცანი დაახლოებით 12-13 წლის წინ, ხო? თუ კი 15 წლის წინ ასტროლოგიური. ხო, კონსულტაციაზე იყოს პირველად 15 წლის წინ მოსული ჩემთან დაახლოებით და იქიდან დავმეგობრდით, ვერასე უწერდით ერთმანეთს და მე ჩემი ქუჩის ზაღლი იშვილა წაიყვანა ავსტრიაში და მოკლედ ესე მე ესე ხედავდი ცოტა დავნათესავდით ლეოს ამბავში. დასახები გავყდით. იშვილა ჯენი ლეო, ესე რომ ვთქვათ, ქუჩის ლეო და მოკლედ ძალიან საინტერესო საუბრები გვაქვს ხოლმე და კარგი იქნება თქვენც თუ შემოგვიერთდებით. ხო, აქ მინდა გითხრათ, რომ აი ნამდვილად ყოველთვის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება თუ ესე ქუჩის ძაღლს იშვილებთ ანიაშკებს და გადაარჩენთ, იმიტომ რომ დამიჯერეთ აი ყიდვას ყოველთვის ჯობია ცოტა ისე გავხდის, მაგრამ ჩემ შვილებს უნდა გვეყიდა ლეკვი, მოგვიყვანა ლეკვი და აი ამ დროს გამოჩნდა ლეო, თამომდან იქამ გადაარჩინეს და ჩვენ ვიშვილეთ. ბევრმა იცის ეს ისტორია და ახლა უკვე 7 წელია ცხოვრობს ვენაში და აი უთბილესი და უსაყვარლესი და მადლიერია უზომოდ და გრძნობს ამას. ძაღლი ყოველთვის გრძნობს. ძაღლი ისეთი ცხოველია, რომ არ არსებობს როგორი გრძნობს. თამის ელენათებზე არის და ეს ქალმოქმედება და გულმოწყალეობა მისის ელენას დამსახურება არის და რაზეც მინდა დღეს ვისაუბრო ზუსტად თამ როგორ მუშაობს სელენა კარმაში, როგორ მუშაობს დონეებზე და შრეებზე და მე მგონი შენ ძალიან დაგაინტერესებს. მაგაზე საუბრობდით ახლა. ხო, და უცებ სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ვიდეოც ჩაგვეწერა ამ თემაზე. მართლა ახლა გადავწყვიტე, იმიტომ რომ სულ მიტრიალებს თავში, მაგრამ მგონია რომ სხვებსაც აინტერესებთ უკვე კარმულ ასტროლოგიაში ფუფი და თამის კარის გადაგება. არის კოტი. და ხან თვალი გამეპარება ხომ, ისეთ საყვარელი კატაა და ისეთი ჭკვიანი თვალების მიყურებს, რომ აი თან ესე უდიდდება თვალები. ხო, ჩაცაცილობა ვიცი არის. რაც შეეხება ახლა სელენას თემას, თამ, აი ეს მინდა გაგიზიარო, საერთოდ სელენას ენერგეტიკას ვეძახით. აი წარმოიდგინე, როცა შილდოსნურად დიდი ლოგიკით, აი ზევით ავდივართ და ძალიან დიდ სურათში ვხედავთ რაღაცებს. აი ეს არის სელენას ენერგეტიკა. ზოგადად და აი დიდ სურათში იქ აღარ არის მატერია, აღარ არის ეგო, აი მაგალითად ადრეც მქონდა ვიდეოებში ნათქვამი ეკლესია ხო ამბობს რომ ჩვენ ცხოველ ინსტინქტებს უნდა გადავაბიჯოთ და უფრო რაღაც სულიერი მისია დავინახოთ ამ ყველაფერში. აი ამ სულიერ მისიას სელენა ძალიან კარგად ხედავს. და ჩვენ თუ აი ჰიპნოთერაპიაზე მაგალითად რო დადიან ან სხვა პრაქტიკებში, აი თუ იწყებენ გაგებას თავიანთი კარმის, რომ აი ეს იმიტომ მოხდა და აი ეს მე მივიღო ეს ტკივილი, აქ სელენას ბოდიში კარებს გაუღებ, თორემ აღარ შემიძლია ამათი, აღარ შემიძლია. და აი იმ დიდ სურათში თუ არ გავედით და იმ სელენას შრეში თუ არ შევედით, აი ამ ტკივილის მიღება გვიჭირს ხოლმე. და ტკივილი არის ლილიტი რა, რომ რაღაცა გვინდოდა და არ გამოვიდა. რაღაც მიჯაჭულობები გქონდა და ის ვერ მივიღეთ, ხო? ეს არის შავი მთვარის ენერგია ზოგადად რა, მიჯაჭულობები, ეს ლილიტი არის. მაგრამ თუ გვინდა ჩვენ ამ ყველაფრის ტრანსფორმირება, მიღება, მაშინ აუცილებლად სელენას დიდ სურათში დანახვა უნდა შევცვლოთ. ან სელენას ენერგეტიკა უნდა ჩავრთოთ აუცილებლად. ჰიპნოთერაპიაზეც, თუნდაც თუ წარმოსახვი თერაპიებში, ახლა მე რო დავდიოდი, თუნდაც ლევან შატბერაშვილთან რომ მქონდა ძალიან საინტერესო თერაპიები, ძალიან დამეხმარა ადრე ლევანი. ამ თერაპიებში აი ეს დიდი სურათი დავინახე. აი ძალიან გლობალურად შევხედე დიდ სურათს
არ მიაქციო მათ ყურადღება, თორე დაგღლიან. დადიან წრეებს ეს. და დიცურაჩი რო ავხედე ამ ყველაფერს, რომ აი თურმე ის მიწიერი ლოგიკიდან კი მტკინეულია, მაგრამ ეს რომ მიიღო და გადაამუშავა ეს ტკივილი, ზედა ლოგიკა უნდა ჩაერთოს. ზედა ლოგიკაში არის ელენა. აი შენ მაგალითად თევზებში რო ყავს, შენი ტკივილები და რაღაცეები შეიძლება გადაამუშავოს თევზებმა ძალიან მსუბუქად, ჰარმონიულად და ძალიან ფსიქოლოგიურად, აი მიტევებით, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე სხვების მიმართ მაგალითად, ხო? აი შენი ელენა არის რესურსი, გაუმკლავდე მიწიერ ტკივილებს. ვიღაცას აქვს ჩართული ელენა, ვიღაცას არ აქვს. აი ხშირად მე მინახავს თუნდაც ჩემი ელენას ადამიანი, მაგალითად, ზუსტად კომბინაციებს ზოგჯერ სახლიც, ხო? და ვუყურებ და ეს ადამიანი აბსოლუტურად ვერ ვცნობ, ანუ მის ენერგეტიკაში მე იმ ელენას ვერ ვხედავ, რაც ჩემში არის. მაგალითად, მამაჩემსაც ელენა ყავს ზუსტად ჩემნაირ თავის სახლით, თავის ნიშანით, მაგრამ მე რო ჩემს თავს ვაკვირდებოდი, მამაჩემი მუდმივად იჯდა ამ ელენას ენერგიას, ეს სულ არ კარგავდა ამ ელენას ვიბრაციას. მე პერიოდები მქონდა ვკარგავდი ამას. საერთოდ და მთლიანად ლილჩი გადავდიოდი. აი საერთოდ რო კარგავ იმ ვიბრაციას, ხო და ამ პერიოდში რო ვაკვირდებოდი ძალიან სიღრმისეულად, თუნდაც ჩემ თავს, თუნდაც სხვებს რატო არ იყენებენ ელენას. თუნდაც გარშემო უმეტესობა ადამიანსაც რო ვაკვირდებოდი, მიკვირდა მის ელენას ხედავ და არ ცხოვრობ, თვითონაც მეუბნებიან, არ არის ეს ჩემს ელენას ვერ ვიყენებ საერთოდ, ვერც ვგრძნობ საერთოდ და არა და ეს ელენა მათში, მაგრამ ეს ელენა არის რაღაც ძალიან დიდი მისია ჩვენში. პლუს იმ ზედასურათის მიღმაც ეს არის მისია და ზოგჯერ ამ მისიას საერთოდ არ ვასრულებთ. აი ზოგჯერ ის კი არ არის რომ ეხლა ელენა თევზმა გახსნას ქველმოქმედების ცენტრი და მიუხედავად წითელ ჯვარში მუშაობდი. და თევზების თემატიკა. პირველი სერიოზული სამუშაო იყო აბსოლუტურად მოწყალების დავიყავით ან სტუდენტი უნივერსიტეტში. თან მედიცინის სფეროში საერთოდ არ სწავლობდი ისტორიის ფაკულტეტზე და წარმოედგინე უკვირდა თად ისტორიკოსი და სადღა მოწყალები. ეს ელენა, ხო, მოწყალების და არის ელენა თევზის თემატიკა. და შეიძლება მანდ ეხა არ გაყევი მაგაზე მღვდელი არ გახდი, ეხა მღვდელი ვერ გახდებოდი, მაგრამ ისე ანუ სასულიერო რაღაც სფეროში არ წახვედი, მაგრამ ამ ენერგეტიკა ის გამტარი შენ უნდა იყო ყველა ვარიანტი შემომშავებ, არ მომშავებ, გამტარი ხარ, იმიტომ რომ ზედა სამყაროსეული ვიბრაციები ჩვენი ელენას ენერგიით შემოდის დედამიწაზე. აი ხა ჯულია რობერტსზე რო ამბობდი ხოლმე მისი სიცილი, ელენა ვერძი არის. შეიძლება რაღაცა ვერძულს არ აკეთებს ისე, რა მეომარი არ არის და რაღაცა პირველ აღმომჩენი და რაღაცა არ არის, მაგრამ ის ენერგეტიკული ვიბრაცია ვერძის შემოქონდა დედამიწაზე, ხო? და აი ესე ჩვენ ყველა ჩვენი ელენათი რაღაც ღვთიური ენერგიის გამტარები ვხდებით ჩვენ და უნებურად, ხო? მაგრამ არის კიდე ხა როცა მაგალითად ლაპარაკობ ხოლმე ვამბობ ილია ჭავჭავაძის დონეს უკვე, ხო? ეს უზნაძის ფსიქოლოგიიდან მესამე დონე პიროვნების განვითარების, ხო? უკვე უმაღლესი, როცა უკვე სოციუმს და საზოგადოებას ემსახურები და არა პირად ინტელექტუალურ ეგოს, ხო? მაგალითად, ხო? ამ მესამე დონეზე რო ავიდეთ, მაგ მესამე დონეზე ყოველთვის არის ელენა ჩართული. მე რასაც ვაკვირდები. აი უზნაძის ფსიქოლოგიიდან მესამე დონე ელენა ყავდა სასწორში. ილია ჭავჭავაძის. და ეს სასწორი ჯერ ის რაღაც მისი ელიტარული ეს კოპციაობა ქონდა, დიპლომატიურობა ქონდა ძალიან დიდი, ის მისი მთელი ბრძოლები, ხო, ეს ინტელექტუალური მამათა და შვილთა ომში, როგორი დიპლომატიურობით, როგორი ენით საუბრობდა მაგალითად, აი ბალანსი ცავდა, არ ხდებოდა რეალური კონფლიქტში არ გადადიოდა ეს ყველაფერი, ხო, რაღაცნაირად დიპლომატიას იცავდა, თუმცა შავმთვარე ლომში ყავდა და ეს შავმთვარე ლომი ეს მისი შვილოსნობის თემასთან მაგალითად დაკავშირებული, თუმცა შვილი არ ყავდა და საერთოდ გვარში პრობლემა იყო. მთელი გვარი ესე მიუხედავად რომ ბევრი იყვნენ, მაგრამ ის რომ ელიტარული კარგი ოჯახის შვილი იყო, რაღაცა ეს ელენა სასწორში გამოყვა. აი ამ დონეზე უკვე უზნაძის ფსიქოლოგიის მესამე დონეზე, როცა ირთვება ელენა, აქ უკვე ჩვენ ძალიან სერიოზულ რაღაცებს ვაკეთებთ. აი ხა რა ქნა ჭავჭავაძემ საზოგადოება ჩამოაყალიბა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ჩემი აზრით მესამე სახლში ყავდა მას ელენა სავარაუდოდ ან იუპიტერი მესამე სახლი ხა საათი არ ვიცით რომ სახლები გავიგოთ. მაგრამ აი ეს მინდა დღეს მოვყვე, როცა პიროვნების, აი მესამე საფეხური უკვე აი განვითარების, როცა აი შენთვის კი არ ცხოვრობ უბრალოდ. აი აქ უკვე რაღაც დიდ ემსახურები კიდე
ბუდიშით უნდა დავკეთ გადი ახლა აქედან იყოდან მომსოლდით იქიდან ხმაური შემოდის და ხო ვერ კონცენტრირდები ამიტომ კეთავ ხო და აი ეს მესამე დონეზე როცა მე ვაკვირდებოდი მესამე დონე ქონდა მაგალითად ჩართული სელენა სხვაში ძალიან ბევრი მოღვაწეს ქონდა ვაჟებშაველასაც მესამე დონე ქონდა ჩართული საერთოდ საზოგადო მოღვაწეები ყოველთვის მესამე დონეზე მუშაობენ. აი თუ არის, აი რომელიც დარჩება უბრალოდ ისტორიაში. ახლა შავი მთვარით ვინც არის მოსული, ის ყოველთვის ნეგატიურად რჩება ისტორიაში, ხო? და მაგალითად ახლა პუტინი ნეგატიურად დარჩება მის ქვეყანაში ისტორიულად. ახლა რო გავა 50 წელი და როგორც სტალინი ნეგატიური ფიგურა დარჩა. მთელი ისტორიის მანძილზე ლიტი ვერძი იყო და ეს ვერძული სისასტიკეები, ოღონდ პირველი დონის ლიტი გამოავლინა მან, ხო? აი ეგ როცა ან სელენათ იწყებენ და მე ლირიჩი გადადიან, ხო? ესეც შეიძლება. მე მაგალითად მაგ განცდა რომ ბიძინეევენიშვილმა ეს სელენათი დაიწყო და ლირიჩი გადავიდა და შესაბამისად ლირიჩი რო ვჯდებით ჩვენ უკვე აბსოლუტურად ნეგატიურ კონტექსტში გამოდივართ, აი ეს მესამე დონეზე რო გვაქვს ამბიცია და პირველ მეორე დონეს რო ვიყენებთ. სადა ყავს ლილიტი და სელენა? ლომში ყავს ივანიშვილს და სელენა და ლილიტი თხისრქაში. და ეს თხისრქა, ეს მისი ავტორიტარულობა გამოვლინდა უკვე გადავიდა ლილიტში. სელენა ლომი ყავდა სტალინსაც და გადავიდა ლილიტ ვერჩში. ვერჩში როგორ გადავიდა თან ეს გამთქვა რას всех სტალინის ისა ხო რაღაცა ყველა დახრიტა ეგ არის ლილიტ ვერცული ისტორია უკვე. ამიტომ არის ხოლმე ხშირად რომ სელენათი იწყებენ ლილიტით ამთავრებენ, მაგრამ ლილიტში როცა გადავდივართ ჩვენ უკვე აბსოლუტურად ნეგატიური ენერგეტიკის გამავრცელებლები ვხდებით. ისტორიულად იქ არაფერი აღარ გამოგვდის კარგი, მხოლოდ ნეგატიურ ფიგურად შევდივართ და რო გადის საუკუნეები ან წლები, როგორც ჰიტლერის შემთხვევა, მაგალითად ლილიტი ტყუპი იყო და აბსოლუტურად ტყუპებში. აი მაგ დონეებზე როცა ლილიტში გადადიან ადამიანები და სელენას კარგავენ. ეგ არის როცა მესამე დონის უზნაძის, ეხლა უზნაძის ფსიქოლოგიაში რა ძალიან დიდხანს ვაკვირდებოდი მაგ თემას. პირველი დონე არის მარტო ჭამა, სმა, ანუ მარტო არსებობისთვის ცხოვრება და არიან მე ხა აი არანაირი ღირებულება რო არის ცხოველის დონეს თითქმის ეძახიან მოგწყურდა უნდა დალი ანუ სხეულის მოთხოვნილებებს ინსტინქტებს რომ მიყვები მარტო არიან ადამიანები რომელიც აქ ცხოვრობენ მეტი არაფერი არ აინტერესებთ არის მეორე დონე განვითარების უკვე როდესაც ცოტა ინტელექტუალურად ქაჩავ ოღონდ იმიტომ რომ პირველი დონე დაიკმაყოფილო უკვე მოხერხებული ხდები რომ ეხა მარტო წყალი კი არ გინდა მოდი რა ცოტა ფულს ვიშოვი რომ იქ მერე სახლი ჩავდგა. აი ეს არის მარტივად რო თქვა მეორე დონე. რომელიც საქართველოს უმრავლესობა და მთელი მთავრობა მაგ დონეზე არის, მე ესე ვხედავ. ოღონდ ესე იყო სულ. ეხანდელზე არ გულისხმობ. ანუ პირადი კეთილდღეობისთვის რომ იქ ინტელექტს იყენებ. ოღონდ მხოლოდ პირადი ის არის აქ სარგებელი იმიტომ რომ ხევს ვერ ხედავ საერთოდ. ანუ მანდ ინტელექტი სულიერება ვერ გიჭრის. იმიტომ რომ აქ სულიერება არის საჭირო და უფრო მაღალი ღირებულებები არის საჭირო. აი ეს მაღალი ღირებულებები არის უკვე მესამე დონეზე. და ამ მაღალ ღირებულებებში უკვე შენ აღარ ცხოვრობ შენი თავისთვის და ცხოვრობ უფრო დიდი მარადიული ღირებულებებისთვის. მაგალითად, შენ რომ სამშობლოსთვის თავი უნდა შესწირო, ეს მარადიული ღირებულებაა სამშობლო და მაგიტომ შენ არ ხარ მარადიული ღირებულება, ხო? არის ჩვენზე, კუჭზე, სახლზე ან ქონებაზე კიდე უფრო მაღალი ღირებულებები. მეგობრობა, სიყვარული, დანდობა ერთმანეთის, ხო? აი, რაღაც სამშობლოს თემა, რელიგიის თემა, არის უფრო მაღალი ღირებულება, რომელზეც შეგიძლია შენ პირადი კეთილდღეობა შესწირო მსხვერპლად. იმიტომ რომ იცი მარადიული რა არის. აი ეს არის უზნაძის ფსიქოლოგიაში მესამე დონე განვითარების. საზოგადო მოღვაწეები, რომელიც ეხლა მაგალითად ილია ჭავჭავაძე, ეს ჩვენი მერაბ კოსტავა მაგალითად რო ვამბობთ ხოლმე იქ თუნდაც ექვთიმე თაყაიშვილი, ხო, ვაჟობშაველა, ესენი არიან მესამე დონის განვითარების პირები. აი მაგალითად მესამე დონეზე აქ უკვე როდესაც შენ ემსახურები მთლიან საზოგადოებას
და შენი კეთილდღეობის სანაცვლოდ მაგალითად ქონების დაგროვებაზე კი არ ხარჯავ ენერგიას რაღაც დიდ წერ დიდ როგორც მაგალითად იყო რა ვიცი იმდენი მომდის ხოლმე თავში აღარ ვიცი რომელი ავარჩიო მე ალექსანდრე ყაზბეგი მაგალითად ხო რომელიც რაღაც დიდ იდეებზე წერდა და აი თუნდაც ახლა ამხელა განათლებით რო წავიდა მწყემსაც ხო ცხვარში იქ რაღაცა დიდი სულიერი შიდა იმის ძიებისთვის წავიდა როცა არ ქონდა მან ისე პირად გამორჩენაზე ხო იძულებული არისო ხო მაგისტვის ამიტომ აი ეს დონე არის მესამე დონე მან ყოველთვის ელენა მუშაობს მე რასაც ვაკვირდებოდი რაც უფრო მაღალი აღარ მახსოვს მაგას ნახავ აუცილებლად შევხედა ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი მწერალი იყო ხო მაგას დაუფასებელია ქართულ ლიტერატურაში ძალიან ამ დროს სასწაულად მაგარი ყველაფერი მაგ თითქმის მის წაკითხული და როგორი მართალი იყო თან ყველაფერში როგორ სწორად ხედავდა იმ დროში სხვა შორის ჩემი დიდი ბაბუა მისი მეგობარი იყო მის სახლ-მუზეუმშიც არის მისი სურათი და ხევი ებარა ბაბუა ჩემს წერა-კითხვის განმავრცელებელი საზოგადოების იმაში დედჩემის ბაბუა და ძალიან გამიხარდა მაშინ რომ ნახე ეგ სურათი და ძალიან ახლო მეგობარი იყო სხვათა შორის ილია ჭავჭავაძესაც ხვდებოდა ხშირად და ანუ ამ ინტელექტუალ დედჩემს ელენა ტყუპია გენეტიკურად აი ეს ტყუპების თემა ინტელექტუალური თემა ეს ელენა ხო ეგ არის წინაპრებს რა კარგი გაკეთებული მოკლედ და აი ეს არის მესამე დონე ყოველთვის რომელიც აი ახლა გავახდეთ რომ გითხრა ძალიან შეერთად ნახულობთ ხოლმე მესამე დონის ადამიანებს ეს იმას არნიშნავს რომ საზოგადო მოღვაწე უნდა იყოს შეიძლება იყოს პიროვნება მესამე დონეზე რომელსაც აქვს მაღალი ღირებულებები აი როგორ მომენტში იცი რომ აი ეხლა მაგალითად ვინც რაღაც ღირებულებების გამო თქვა პოლიტიკურ დაპირისპირებაში წამოვიდნენ სამსახურიდან იმიტომ რაღაცას ხელი არ მოაწერეს ეს მესამე დონის მენტალობა ხო პირადი კეთილდღეობისთვის გადადე მარადიული ღირებულებებისთვის იმიტომ რომ სამშობლო მარადიული ღირებულებებია და აი ეს იდეალები შენი თქვა ეს მარადიული არის ხო რაღაც აი ესეთ რაღაცეები არის მესამე დონე და არ ნიშნავს რომ აუცილებლად ის რაღაც დიც უნდა წარმოადგენდეს მაგრამ შიგნით იყოს უკვე მესამე დონეზე ადამიანი ხო რაღაც აი თავგანწირვა რომ შეგიძლია რაღაცისთვის ხო აი მან ელენა ყველაზე მეტად მუშაობს მე რასაც ვაკვირდები ხოლმე აქ შეიძლება იუპიტერიც იყოს ჩართული იმიტომ რომ ასევე ღირებულებები არის იუპიტერის სიტყვაზე აი როდესაც ელენა და იუპიტერი შეერთება როგორც ელენა მშულდოსანი ისე მუშაობს ელენა იუპიტერის შეერთება ზუსტად ქონდა მერე კოსტავას მართლა ვერძში იუპიტერი ვერძი ყავდა და ელენა ვერძი ყავდა და ეს რა იყო ლიდერი იყო ოღონდ უბრალოდ ახლა იუპიტერი ვერძი ეს არის ჩვეულებრივი ლიდერი რომელიც შეიძლება სპორტში იყოს ლიდერი ახლა ჩვენს აი ამ ისინი რო არიან ფეხბურთელები აი ეს ფეხბურთის ჩვენი ის რო არის ამ თიმის ხელმძღვანელი იუპიტერი ვერძი არის და ეს არის გუნდის ლიდერი შეიძლება იყოს რაღაცის ლიდერი მაგრამ ელენა რო არის მან უკვე კოსმიური მისია აქვს და მე რომ კოსტავამ კოსმიური მისია შეასრულა თავისი რომ ეხლა ვინმე თუ ვახსენდება ან რა ეხლაც თუნდაც ქართულ სულზე და თავისუფლებაზე რო ლაპარაკობთ კოსტავას მიყვებით ხო რაღაც იდეოლოგიურად ღირებულებები ციხეს იმაწლიან ჯოჯოხეთს რაღაც ლილიტი მერწყული იყო და მაგიტომაც ჩაისმანდა თან ახე როგორ ამუშავა ელენა ლილიტი თავისუფლების იდეა ლილიტი მერწყული ეს მაგრამ ელენა ჩართო ლილიც კი არ გაყვა ღალატი მეგობრების იქსოციუმის ეს დაყობა მე ჩემი სუბიექტური აზრით გაცილებით ლილიტი მერწყული ეთყობოდა ზვიადგამსახურდიას თავის ნევროტული შფოთვით მაგალითად თავისი როვერიტან და იქ სხვა ეროვნებებთან რო ქონდა რაღაცა ბრძოლები ეს მერწყულის ნეგატივი არის რომ ეს ზამბერი ინტელექტუალური და საზოგადოება არ გვეყვარს თემებში არიან და აი ეს ამ დროს დაბალი საზოგადოება შემოიკრიფა ხო ეგ არის ლილიტი მერწყული ხო და მაგათავე ჩამოვდეს მაგადა უკვე ხო და აი მე მგონია რომ ლილიტზე გაცილებით იჯდა ზვიადი იმიტომ რომ დაცვა არ ქონდა ელენა თევზი იყო ელენა თევზი ახლა პოლიტიკურ ამხელა თემებში სუსტის ელენა არის ძალიან მსხვერპლად შეეწირა ამ ყველაფერს სინამდვილეში ელენას კუთხით ხო აქ ახლა ჩემ სუბიექტურ ხედვას ვიტყვი რომ გაცილებით მაღალ სულიერ განვითარებაში იყო მერაბ კოსტავა ვიდრე ზვიადი და რატო იყო სულიერ განვითარებაში მას ელენა ამუშავა მაგრამ რაღაცა დიდი მისიაც ჰქონდა ეროვნული მისია მაგრამ თვითონ როგორ იყო ლილიტი მერწყული სიღარიბეში იყო ძამძიმე ასპექტები ჰქონდა სხვა შორის მარსი პლუტონი და მთელი ამბები ჰქონდა მერაბ კოსტავას
მაგრამ სულ სიღარიბეში იყო, ეხლა ჩემი მეგობრობდა მერაბისთან და სულ მიყვებოდა ხოლმე ისტორიებს. კამი არ იყო რიგრიგობით, მასთან სტუმრად რომ მივდიოდი, თუ რიგრიგობით ვიჯექით ხოლმეო რა ზოგჯერო რა. ანუ თავიდან ხოლმე რა ცოტა ხალხმაც ხო, მაგრამ არ ქონდა ეს დახმარებაც მაინც და მაინც ხალხისგან ახლა. ანუ ძალიან ესე იყო რა და ეს მერწყული არის, მე არაფერი არ მინდა. მე იდეებს შევეწირები, მაგრამ სელენა ჩართუმა ძალიან ძლიერად იუპიტერი სელენა შეერთება პოლიტიკურად სწორი ისინი ქონდა ღირებულებები, პოლიტიკურად სწორ გეს ხედავდა ქვეყნის განვითარების მაგალითად, ხო? და აი ეს არის სელენას ენერგია. ხო, და ეს არის მესამე დონე. როდესაც შენ უკვე გამტარი ხარ რაღაცა დიდი ღირებულებების და შენ ამ ეს უბრალოდ გაუცნობიერებელი გამტარი კი არა ხარ, შენ შესიცხორცებული გაქვს ეს მაღალი იდეალები, ხო? და მე ვაკვირდებოდი ახლა აი თუნდაც ათათურქზე რო ლაპარაკობდი ხოლმე სელენა მშვილდოსანი იყო მგონი მზესთან ქონდა სუსტი შეერთება თუ რაღაცა ეგეთი არ მახსოვს მაგრამ ანუ მასაც სელენას ესეთი ასპექტები ქონდა სოფლიოში შეიყვანა ხა ტრამპმა რო ყველა ჩაკეტა და მთელ სოფლიოს ომი დაუწყო და ყველაზე კარგ ტიპებს განვითარებულებს და ყველაზე ბანძებს მიეკედლა როგორც მშვილდოსნის ყველაზე ძიმე დონეს შეეფერება ათათურქმა პირიქით გააკეთა ახლა მთელი ცივილიზაცია და სოფლიოსთან კავშირი მოუტანა თავის ქვეყანას. აი ეს არის როცა სელენაზე ვსივართ. აი სუფთა სელენას ენერგეტიკას მიუხედავად ლიტი თხის ხაყავდა მე მგონი მას და საკმაოდ დესპოტური ტიპი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერს აი რა ენერგიაზე ჯდება არჩევანია ჩვენ მშვილდოსანში. და თან ზესთან შეერთებაში და აღმავალით მშვილდოსანია რაღაცა ძალიან ესეთი აი ესეთი მისიით რომ მოდის ადამიანი ოღონდ მან არ უღალატა ამ სელენას აი ხლა ეგ მინდა გითხრა რომ მე მქონდა ეგ სხვათაშორის თერაპიებზე გავაცნობიერე ერთხელ რომ მიუხედავად იმისა რომ მე ჩემი სელენასთვის გვარ მიღალატია არასოდეს და იმას გულისხმობ აი რო არ უღალატებ შენ სელენას ენერგეტიკას რომ აი მაგალითად ის ჩემი რწმენა მეცხრე სახლში მყავს სელენა და ეს რელიგიური სულიერი ღირებულება ღერძი არის რაღაც ამისთვის არც არ მიღალატია და მე ეს განცდა მქონდა ხა სხვა არ ვიცი როგორ ხედავს ამას მაგრამ თერაპიულად ჩემ განცდაში ეს მქონდა მაგრამ უცებ აღმოვაჩინე სადღაც დავკარგე რაღაც პერიოდებში ჩემი სელენას ენერგეტიკა დავკარგე ჩემ თავთან კონტაქტი დავკარგე თითქოს და ხშირად ეს გადადიოდა ხოლმე ურთიერთობებში ურთიერთობებში როგორ იცი რომ მე მაგალითად ბუნებით ვარ ძალიან ოპტიმისტი, ძალიან მხიარული, ძალიან მსუბუქი, აი ვერძი ხა როგორიც არის, ხო? და ამ ენერგიას ზოგჯერ აი მეგობრები შეიძლება აი რაღაც შეიძლება ანუ მეგობარი იყოს ან ოდესღაც პირად ურთიერთობაში იყო ესეთი მომენტი მაგალითად რომ არ იზიარებენ ამ შესაძლებლობას და რაღაცნაირად ან გეუბნებიან რომ რატო ხარ არასერიოზული სიტყვაზე ან რატო იცინი ამდენს ახლა ყოფილა ესე რომ მე ხა რაღაცა კეთილად შევსულა ჯგუფში და იქნა გიბღვერენ უნდობლობა ტოტალური ხო იცი ახლა საზოგადოებებში როგორც ხდება ხოლმე რა და ძალიან გახსნელი ძალიან უბრალო ტიპაჟი ვარ რა და ვერ ხვდებოდი რატომ მეღვირებოდნენ ხახტები ანუ გახსნელი ხარ უსაფრთხო ხარ ადამიანების ეს რაღაც ჭორაობა მე არ ვიცოდი რა იყო აღმოჩნდა რომ ადამიანებს შური აქვთ და ეს ოფშენი საერთოდ არ მქონდა მე მაშინ და ვერ ხვდებოდი რა იყო რა ხო და მე მივხვდი რომ ამ ცხოვრებაში ძალიან აი ეს ვერც რო აწვევი ძალიან ესე ხარ გულუყვილად ხარ ეს ხედავენ. ანუ შენი ძალა არის. ეს გულუყვილო კი არა ხარ. უბრალოდ შენ შეგიძლია ძალიან მარტივად შეხედო ცხოვრებას, ხო? და მე ხდებოდა რომ აი რო ერგები გარემოს უკვე ნენელა ქრები. ნენელა შენი სელენა იწყებს ყევას. და მე მანდ რომ მივხვდი რომ ამ ხალხთან უნდა ვიყო და ჩემ სელენაზე უარი უნდა ვთქვა და მე წამოვიდა ლილიტი უკვე მანდ. და გავლენას, ანუ იმ ნეგატიურ ველში შედიხარ და მე იყო რაღაც ასაკში უკვე თერაპიულ პროცესში. ეხლა მე ჩემ ისტორიას კი არ ყვები მარტო. ყველა მისას თერაპიები გაიარა, სულ მან აი დიალოგში შევდივარ, სულ მაგ პროცესები გაიარეს მე. მე მივხვდი რომ ჩემი არ არის. უბრალოდ ესეთი ხალხთან რომელიც გახსნელები არიან დობა არ აქვთ შურები აქვთ ანუ რა არის შური ხო შიდა ტრამვებს ვერ უმკლავდები შენსას და გარეთ გამოგაქვს ხებს ეს ნეგატივი მაგაზე მინდა კიდე ცალკე მე ვისაუბროთ აი ეს დესტრუქციული ნეგატიური ადამიანების სინამდვილეში რას ნიშნავს და
აი რაღაცა რომ გიღრნის რა, რომ აი ხვდებოდი რომ რაღაც აქ არ არის ის, რაც ჩემშია. და აი თერაპიაში რომ წავედი, ფსიქოლოგიაში რომ წავედი, მე მივხვდი ამ ხალხს რა ჭირს, რომ ხვდებოდი რომ ამ ხალხს აქვს ბევრი დაუმუშავებელი ნეგატივი შინაგანი. ამის გამო ისინი უცხოდ არიან შენ ოპტიმიზმთან, შენ პოზიტივთან. და მე მივხვდი რომ უბრალოდ ეს ადამიანები უნდა ჩაცნა. ხვდები. ანუ მე კი არ უნდა შევიცვალო, გარემო უნდა შევცვალო თურმე. და მე მათ გადავდივარ სელენას ენერგეტიკაზე და ამას ვეძახით ჩემი თავი დავიბრუნე. ხვდები? და ჩემი თავის დაბრუნება გულისხმობს სელენას გაძლიერებას. და მე აქ თან გეკაჩება ლილიტი უკვე ისიც ასამუშავებელი არის, ხო? ანუ რატო ჩავედი ამ ნეგატივში, რატომ გავჩუმდი სიცილში, ხვდები? აი აღარ გავიცინ ერთხელაც და მოვერგე იმ ნეგატიურ ველს და აი მად ვიგრძენი რომ აი თითქოს სადღაც ჩემ თავს ღალატობდი მანდ, მაგრამ არ გამომივიდა, იმიტომ რომ შინაგანად მიბრახუნებდა რაღაცა, რომ არა, რაღაცა არასწორში ხარ, აქ რაღაც ცუდ გარემოში ხარ. და მე მივხვდი რომ რაღაც სერიოზული ცვლილებები იყო საჭირო. და ეს უნდა გამერკვია რა მაწუხებდა. იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ცხოვრობთ და არ ვიცით რა გვაწუხებს. და რაღაცა გვიბრახუნებს შიგნიდან, მაგრამ ენა არ ვიცით როგორ უნდა დავეკონტაქტოთ ამ ქვეცნობიერს, ხო? და მე გავდივართ აქ სელენაზე, ან ვერ გადიან და სულილძესიან. და აი ეხლა მაგალითად თუნდაც შენ შემთხვევაში ხო სელენათებსი, ხო? სადღაც შენი სელენათი რო შეხვიდე, მე აღმოჩნდები ვიღაცების ტვირთი აიკიდო თავზე, ვიღაცები ათრიო ბჭყალებში ვამბობ, ხო, იმიტომ რომ თხის რქა გყავს მან, ხო, სიტყვაზე. და გამოდის რომ აი ეს თხის რქის ენერგია, ხო, რომ აი გეუბნება სადღაც რომ მოდი რა შენ თავს მიხედე, ანუ ლიტის ელენას დამუშავებაზე რო ცოლაპარაკოთ, ხო, აქ შენ თავს მიხედე, მაგრამ თან ისა გაქვს რომ ეხლა ძალიან სელენა თუ იქნები, იქ რაღაცას ვეღარ მივიღებ, აქ შრომა არის საჭირო, აქ ის არის საჭირო სიტყვაზე, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ის არის რომ შენ და დაუბრუნდე შენ სელენას. შემოქმედებითი ენერგია გაქვს მაგალითად, ხო, თევზი ეს არის, ხო, შემოქმედებითები არიან, ნიჭიერები არიან ძალიან და ის თხის ენერგია ცალკე დამუშავდება. ეხლა მე ძალიან დიდ სურათში გეუბნები და შაბლონურად, შენს კონკრეტულად, შენთან თერაპიულად ეხლა არ ვლაპარაკობ, ხო? სიმბოლურად ვამბობ. მაგრამ ლილიტთან შეხებისას ჩვენ პირველ რიგში სელენას უნდა დაუბრუნდეთ, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ეს მკაცრი და მძიმე ტიპი კი არა ვარ, მე სიამოვნებაში ის ფარფატა თევზი ვარ. ის შემოქმედებითი, ის გახსნილი ძალიან, ის მიმტევებელი, როგორც ჩემი თავის მიმართ, ის სხვების მიმართ და ამ მიტევების ენერგიაში რო შეხვალ, მე ნახავ გზებს როგორ უნდა შეხვდე ლილიც, ხო, მაგალითად. ხო და აი ამ მესამე დონიდან თუ შევხედავთ სელენასთან დაბრუნება, ხო? მე რასაც ვაკვირდებოდი, თუნდაც თერაპიულად რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, ყველაზე დიდი ტკივილი არის რომ აღმოჩენენ რომ სელენას ან უღალატეს, ან დაკარგეს სადღაც. აი, როცა ადამიანს შეხედავ, ეხლა თუ გქონია ეგეთი ვარიანტი და სელენა საერთოდ არ ეთყობა, ეხლა ერთ ახლობელზე ყვებოდი ნაცნობზე, რომელსაც ელენა ლილიტი კურო აქვს ერთად, მაგალითად, მოზდის ეს ქონებები, იქ მიწები, ეს ხო კუროს თემები არის და მე რა აჯდება ამას და ღორდება. ეს რას ნიშნავს? ლილიტს ის მთლიანად ადამიანი. ანუ სელენასგან სადღაც ეძლევა ეს ყველაფერი, რაღაცა ენერგეტიკულად გახსნილი აქვს მაინც რესურსებთან წდომა, კარმულად, მაგრამ ლილიტს იყენებს. ესე იგი ეს ნიშნავს უკვე რომ ის სადღაც ადამიანი უკვე მთლიანად თუნდაც მისი შემდგომ, აი რომ მოკვდება სიტყვაზე და შვილები და რაღაცები, აი როგორც ერებში ვიღაც დესტრუქციული რომ მოვა და დიდი ხანი ცუდი სახელი აქვს ამ ტიპს, ესე არის ხოლმე რომ მე ჩვენს შვილებზეც ვრცელდება ეს ჩვენი ლილიტზე ჯდომა. ან ფსიქოლოგიას შეურყევთ ამ ბავშვებს მაგალითად. ანუ ლილიტზე ჯდომით ჩვენ სერიოზული ნეგატიური ენერგეტიკის გამტარები ვართ. მაგრამ თუ სელენაზე დავჯდებით, გავაცნობიერეთ და მე მოვბრუნდებით და ლილიტს ვამუშავებთ, აქ უკვე ორივე ენერგიის შეერთებით ძალიან მაგარი ტიპები ვხდებით. არც საკუთარი თავისთვის მავნებლები და არც ხვებისთვის. ოღონდ თუ მარტო სელენაზე ვართ, იქ ლილიტის მე ჩვენ გთხოვს დამუშავებას და ახლა ეგ მინდა გითხრა, რომ სელენას ინკარნაციაში თუ არის ადამიანი და ძალიან იყენებს, რაც ახლა მაგალითად მოვიდა
მერაბკოსტავას ხო ლიიტი მერწყული მაგალითად ავტოავარია ეს ზოგადად მერწყულური ენერგიაც არის მაგრამ ისეთი ნეგატიური ასპექტები ექონდა მარსის რომ როგორც წესი ეგეთ პრობლემები აქვს ხოლმე ანუ ცოტა ტრამბული ასპექტები ქონდა მძიმე ვენერა მარსი პლუტონი ყველაფერი ნეგატიურად ქონდა იქ ტრანზიტი ძამძიმე ქონდა მე რაც ვნახე და თვითონ ნათალურ უკაში უნდა იყოს ძიმე ასპექტები რომ ტრანზიტმა იმუშაოს თორე ისე ხო ესე ვერ მოერევა ტრანზიტი თუ ჰარმონიული ასპექტები გაქვს უკაში და მაინც აქ რა გამოდის რომ მსხვერპლად შეეწირა მაინც ამ ყველაფერს ხო სადღაც და სელენა ვერძე ზოგადად ეგ არის რაღაც დიდი იდეალებს შეეწირა ადამიანი მსხვერპლად ეგეც იდეა არის და მსხვერპლი როგორი არის იცი სელენას კუთხით აი სელენაში როცა ვართ მან ვითარდება ლილიტი მე მაგალითად ახლა აი მერაბკოსტავას ექნებოდა რა რომ ამდენი გასცა მაგრამ თავისთვის არაფერი არ გაუკეთებია თავისთვის არც ფული ქონდა, არც შესაძლებლობები არ ქონდა. აი, თავისი ცხოვრება გამოთიშა. და მე რა ხდება, იცი, კარმულ ეზოთერული კუთხით, მაგალითად, ხო, რომ ჩვენ რო სულ გავცემთ, ლილიტი რა არის, რომ ჩვენ რაღაცა დაგვაკლდა ძალიან ამ ყველაფერში და სევდა არის ლილიტი. სადღაც. და მე აქ გვიწევს ამის დამუშავებაც, ანუ სულიერი მე, მაგრამ ეგოც ითხოვს თავისას. მატერიალური მიითხოვს რაღაცებს, ხო ხდები? და აი თუნდაც ახლა შეიძლებოდა გარკვეულწილად ქვეცნობიერში მერაბკოსტავასთან სევდა წასულიყო, რომ მე ამ ხელა გავეცი, ამ ხელა ლიდერი ვიყავი. და ზოგჯერ აქვს ხოლმე როგორც ქრისტემ რო თქვა ბოლოს, რომ საყვედურივით რო წამოწდა ღმერთთან, ხო? აი ზუსტად ეგ არის ლილიტი. აი ზუსტად ეგ არის, რომ მე რაღაც მესამე დონეზე რო ვარ, რაღაც დიც რო ვაკეთებ და მანდ არის სულ გაფრთხილება, ახლა მეც თუნდაც ახლა ძალიან აქტიურად ვიყენებ სელენას ენერგიას, ხო? ახლა საგანმანათლებლო სფეროშიც ვარ, ასტროლოგიას ვასწავლი, რაღაც ესე მგონია ხოლმე რომ ქურუმი რო არის, რომ ზიხარ და მოდიან რჩევის აკითხავად, ხო? მაგრამ მე არის აქ აუცილებლად წავასევ და რომ აი გასცემ და შენ ვინ რას გაძლევს არაფერს. ეს არის უკვე ჩვენი ინდივიდუალური ისტორია. აი შენც ახლა სელენა თევზი, შენ შეიძლება ძალიან კეთილშობილი იყო, ძალიან გასცემდე, მაგრამ შენთვის პრაქტიკული კუთხით არავინ დაგეხმაროს კარიერაში, არავინ გორში არ დაგიდგეს, აი ზურგი რომ იგრძნო, შენ ეს არ გექნებოდა. აი აქ არის უკვე შენი ლილიტი. ძალიან მარტივად რა გიხსნა, ხო ხდები? მაგრამ შენ რო ახლა აქტიურად თევზებზე იჭდე, აი როგორ აქტიურად იცი უკვე და მანდ მე ხვდები რომ ადამიანი ბლოკავს თავის სელენას, გარკვეულწილად, იმიტომ რომ იქ რო შევიდეს სერიოზულად და მაგარი საქმეები აკეთოს, ის ლილიტისევ და უფრო გავაქტიურდება, უფრო აღმოაჩენს როგორი მარტო არის. ხო ხდები, უფრო ის იქნება რომ მე უნდა მქონდეს ამის ენერგია, ამ ხელა ენერგია გავცე, იმიტომ რომ უკან ვერ მივიღებ რაღაცებს. იმიტომ რომ აი ამიტომ არ უნდათ ხოლმე სელენაზე ჯდომა, იმიტომ რომ იქ მატერიალური სარგებელი არ არის. იქ აღიარება, კი ამ დროს მოგცემს აღიარებას, ახლა 1000 მის აღიარება მერაბკოსტავაზე ახლა ყველა რო გიждდება, ამაზე მეტი აღიარება რა არის. მაგრამ ეგ მაინც მარტო იყო ამ სიტუაციაში. იქ ვიღაცა ჩემზე რაღაცას ლაპარაკობს. ეგ არ არის მე ახლა რომ მიჭირს სულიერად სიტყვაზე და მიჭირს რა დავიღალე გამოვიფიტე სიტყვას. ხსურ ყველა შენგან რაღაცა უნდა ხო ხდები? აი ეს მომენტი უკვე ეს პირადად შენი ისტორია არის, ეგო ისტორია არის. ეს არის ბავშვის, ჩვენ შინაგანი ბავშვის მარტო დატოვება. კი, მე მომისმენია, აი ჩემ მეგობარია. სელენა თევზია და აი რაღაც მომენტში ქონდა რომ მეც დამეხმარა. ახლა მე შეიძლება თქვას რომ ეგეთი ხალხი თვითონ სელენა თევზები ვარ, მაგრამ აი იმდენად დამეხმარა ბევრს რომ აი ზოგადად თქვია რომ აი მე ამას დავეხმარა იმას და მე არავინ ახმარებია ბავშვობიდან. ხო. აი მაგ ლილიტი რა სადაც ყავს იმის მიხედვით იწუწუნებდა ლილიტის რქა. აი ეგეც ხო ეს სიმყარეში, წინსვლაში, კარიერაში არავინ არ დაეხმარება და ყველა ხელს შეუშლიდა ყველანი. კი, არა, ოჯახიც არ ეხმარება. და შეეძლოთ, იმდენად ისეთი ოჯახი ქონდა, რომ შეუძლებელიც იყო, რომ არ დახმარებოდნენ და ყოველთვის ამ დროს აეროპორტში გრუში ანუ მიმართ მუშაობდა რა ქართულად, თუ ერთად მუშაობდა, როცა მაღლესი განათლება ჰქონდა. ხო, აი ახალგაზრდობაში, ხო, თრამეტ. ხო, და აი ეგ არის მე შენი პირადი სევდა, რომელიც არავინ არ იცის, არავინ არ ხედავს. მე რო ლის უყურებ ვიცი ადამიანის პირადი სევდა, რომელიც თვითონ შეიძლება იცოდეს. შეიძლება ესე სახელები არ დაარქვას, რომ აი მე
აქ სელენაში გავცემ ენერგიას და მე ამიტომ არაცნობიერად მაშებიან აравლენენ სელენას რომ მე უფრო მეტკინება მე ეს ყველაფერი და მაგიტომ არის მე ლილიძე ვჯდები თქონდ ორნაირად შეგვიძლია ლილიძე დავჯდეთ ერთი არის პასიურად ლილიძე ვჯდები მეორე აგრესიული ვარ ძალიან ლილიტის ზონაში ხო აი მაგალითად ივანიშვილი ახლა ლილიძეს ის აგრესიულად ანგრევს სისტემებს მაგალითად ხო აი მოიხვეჭა ყველა ეს არის უკვე აგრესიული ფონი გაბრაზებულობა სანდრუში საკუთარ თავზე არიან ხოლმე გაბრაზებულები იმიტომ რომ თვითონ რაღაცები ვერ გაკაჩეს კარმულად თქონდ მაგრამ არის მეორე პოზიცია პასიური, როდესაც მე ჩუმსევდაში ვარ, მე არავის არ ვნებ, აგრესიულად არ ვიყენებ ამ ლილიტის ენერგიას, მაგრამ შიგნით მიდის პროცესი. შიგნით მაქვს, აი თუნდაც ახლა თავისუფლებისთვის რო იბრძოდა მე რა გკოსტავა, ხო? აი ეს ლიტი მერწყულის როგორც დოჩანაშვილი მაგალითად სულ თავისუფლებაზე წერდა, ჰერმან ჰესე სულ თავისუფლებაზე წერდა, ლიტი მერწყულები იყვნენ. ეს არის შინაგანი სურვილი, რომ საიდანღაც და გაქცევა მინდა, საიდანღაც გათავისუფლება მინდა და ეს გარემო კი არა, რაღაც შიდა კარმული პრობლემები არის ეს თავისუფლების თემები, რომელსაც ძალიან კარგად იყენებ მე სელენასთან ერთად სინქრონში, მაგალითად, რომ უფრო დიდი საქმეები გააკეთო. მე მაგალითად ჩემს სევდას, ლილიტის, ძალიან კარგად ვიყენებ სელენას დრაივისთვის. ეს ამ სიღრმეს მე ლილიტი მაძლევს, რასაც მე სელენას ვიყენებ, ხო, ამ სწავლებებში, ახალი სისტემის შექმნაში, მე სულ მაგას ვამბობ, რომ ასტროლოგიაში საერთოდ ახალი მიმართულება მაქვს, მე საერთოდ რო არ არის ხა რამდენი მისწავლია მე მაგალითად, მაგრამ სელენა ვერძის თემები არის, ხო, ახალი მიმართულებები, ნახო, მაგრამ ლილიტის დრამა მაძლევს ამას, ის სევდა მაძლევს მე აი ამ ძიებას, ხო? და ამის სინქრონიზაციით შენ მაგარ შედეგებზე ადამიანს შეგიძლია გახვიდე, მაგრამ თავიდან რო ამ სელენა გააქტიურო უნდა იცოდე, რომ სელენას გააქტიურებ და ძალიან მარტო რჩები. და ლილიტში რჩები ძალიან. და ეს გააქტიურება არ არის მაინც რაღაც დიდ სოციალურ თემებში, შეიძლება მარტივ ცხოვრებისეულად იქ სელენა კირჩხები ხარ და სულ ვიღაცას თფილად ეხმარები, სულ რაღაც ოჯახი გინდა, სულ სახლი გინდა. აი, ვიღაცა უპატრონოს რომ ნახავ, გინდა დაიცვა, დაიფარო მაგალითად, მაგრამ მე აღმოჩენ, რომ იქ სადაც ლილიტი ყავს, იქ ცარიელი ხარ. აქედან გამომდინარე, ხო? ამიტომ ყველა დონეზე მაინც ეს ტანდემი, მე მაგიტომ ამდენ ვიდეოს რო უთმობ სულ ამაზე, კიდევ ახალ ენერგიით რო გავაცნობირო ხოლმე ინდივიდუალურ თერაპიებზე, ჯერ მე ყველაზე ეს არ ვწუწუნებ ხა ჩემი სელენას გამო, მაგრამ ჩემი სელენა რაშიც მეხმარება, საუკეთესო ხალხი მოდის ჩემთან. აი, ამდენი განვითარებული, ამდენი ემოციური ინტელექტის სიღრმით თუ ყავდნენ ქართველები, არ მეკონა ხა კოლაქტივად რო გითხრა. ეს ჩემი სელენას ჯილდოარი თქო ეს ხალხი თქო რა, სულ ვამბობ ვინც მოდის თქო რა, აი ეგრევე თანასწორად რო ლაპარაკობთ რა, აი ესმით, ბოლომდე ესმით ხოლმე რა, სულ ლაპარაკობთ და თერაპიულად მუშაობ და სულ ამ სელენა ლილიტზე გავდივართ ამ ღერძზე და მე ვიწყებთ ხოლმე ამაზე მუშაობას ჩვენ, რომ აი ეს შიდა სევდა რაც გაქვს, იმას უკვე სხვანაირად შეხედო და დაამუშავო ეს და როგორ უნდა დაამუშავო, უნდა მისცე შენ თვითონ შენ თავს ეს ლილიტი. ცხისგან არ უნდა ითხოვო. და როგორც წესი ჩვენ მარტო სელენაზე როცა ვზივართ, ლილიტს არ ვიყენებთ საერთოდ, არ ვაძლევთ ჩვენ თავს იმას, რაც ლილიტის ზონაში გვინდა და ვითხოვთ ცხებისგან ამ ყველაფერს. აი რატო არ ამყავს არავინ გვერდში? ხილიტი თხისკა სიმყარე რატო აი ყარა და აი ზურგი არასოდეს არ მქონია და რო შეხედო მომსმენია ლილიტი თხისკის ამ ახლობლებისგან სადაც აი რაღაც მომენტში თვითონ არაფერს არ აკეთებენ რომ სიმყარე შეიქმნან თავის მეათი ცხოვრება არის როგორც აი ყოველდღიურ რუტინაში რო არიან და დიდი ესეთ რაღაც ზურგი ხერხემალი არ აქვს ცხოვრებაში ან ფინანსურად ან კარიერულად ეხლა წინასწარ მქონდა ერთი თხისკასთან შეხვედრა სულ სამსახურებია, გარსად არ აქვს სტაბილური კარიერული ზრდა. მოდის ერთ სამსახურიდან, გადადის სხვაში და ეს თხისკის სიმყარე რომ მე ერთ სფეროში ვარ, მე აქ ავტორიტეტი დავაგროვე. მე აქ ვიცი რაღაც პროფესია მაქვს, როგორც ივანიშვილს ახლა არ ვიცი რა პროფესია აქვს, ხო, სიტყვაზე. აი ეს პროფესიული ღერძი არა აქვს. ახლა ივანიშვილს აქვს მარტო ფული, სხვა ახლა ძალიან გავახურე ამ ივანიშვილზე, უბრალოდ ხალხმა იცის, რომ ვის შევადარო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ
აი ის ზურგი არ არის აუცილებელი რომ ყველას ესე კონდეს. ზოგს აქვს დამუშავებული რაღაც კუთხე. ან სელენა ყავს ისეთი კარგი რომ ეხმარება, ან იუპიტერის ზონაში არიან, მაგრამ აი სიმყარე უჭირთ რომ შეიქმნა და მაგი რომ თავიდანვე ხავ 20 წლის 25 წლის გოგო ბიჭი რომ მოდის ჩემთან, თავიდანვე ამ გზას რომ გეგმავთ რომ აქ ლილიტმა მე არ დაგარტყა, ჯობია შენვე გაცნობიერო რომ ამას შენ გარდა არავინ არ მოგცემს. იწყებენ მე მუშაობას რომ ხვდებიან მაგას, აი შეხვედრა აქვს საკუთარ თავთან, რომ მე აქ აღარ უნდა დავკარგო ენერგია, კედელს აღარ უნდა ვეჯახებოდე მუდმივად, უნდა დავინახო ეს მომენტში ლილით ხისგას უნდა რომ სხვები დაეხმარონ. ხო? ელოდება სხვებისგან დახმარება. სხვები მას შეუქმნან ზურგი. ამ დროს თვითონ წვალობს, თვითონ ქნის, მაგრამ ეს არ არის ზურგი. აი პატარა ასაკში ლიტით ხისგა, რომელსაც არ ქონდა ეს ზურგი საერთოდ, რა არის რეკომენდაცია? ნუ იქ სელენას გაჩნია იმის მიხედვით უშვებთ ხოლმე, ხო? ახლა შენ სელენა თევზები არის ხშირად ემიგრაცია, უცხოეთი მაგალითად და მაგ კომბინაციამ ძალიან გიშველა. მად მოგცა ეგ სიმყარე, თორე აქ არ გექნებოდა ეს სიმყარე საერთოდ, ხო? ანუ სელენა ჩართერო, ლილიტი დაგემუშავებინა გარკვეულწილად, ხო? და მე აქ რა ხდება, იცი რომ ბავშვობიდან უნდა მიხვდეს რომ უფროსი რომ დაინახოს ის და დააწინაუროს არ შეხვდება ეგეთი დიდად ან თვითონ შეეშლება უფროსებთან რაღაცები და თვითონ გააფუჭებს რაღაცებს ეს გაჩნია პოლუსებს ხო ვინსად არის ან იღებს იმდენ პასუხისგებლობას ხვებზე ათრევს ჭყალებში ყველას და მთელი რესურსები ხვებზე იხარჯება და თავის თავზე აღარ ყოფნის მაგალითად თავის კარიერას არ მიხედა და ვიღაცებს გაჩავს მაგალითად მშობლების მამიკო ან დედიკო ხდება ან ქმრის ან მცოლის მამიკო ან დედიკო ხდება ხო აი იღებენ თავზე ოღონდ საბოლოო ჯამში ეს არის ფეიკი პასუხისგებლობა არც ერთს არ აქვს ხოლმე პასუხისგებლობა სინამდვილეში აღებული აი როგორ პასუხისგებლობას გეუბნები იცი რომ უფრო აი გადართვა არის რომ აი მე ხა ეს უნდა დირექტივები მივცე აბა ეს გააკეთე აბა ის გააკეთე მე მოგიგვარებ ყველაფერს სიტყვაზე ხო მაგრამ საბოლოო ჯამში ის პასუხისგებლობა რაც ჭეშმარიტ თხისრქალს შეიძლება კონდეს მაინც არ აქვს დატყდებიან უცებ აი ზუსტად იმ მომენტში როცა პასუხისგებლობა არის ასახები უკვე სერიოზულად მაგალითად ან ისე მოკაჩოს ავტორიტეტი თავისკენ რომ ის კიჩხიბში გადაიყვანოს პარტნიორი მაგალითად, ხო? აი, პატარა ბავშვად აქციოს ვიღაცა და მე თვითონვე უნდა გაქცევა ამაკიდებული პასუხისგებლობებისგან და ვეღარ ტყდება. მაგალითად, ხო? აი, ესეთი სცენარები მათ უკვე ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ვარჩევთ ხოლმე, მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ აქ თუ გადავედით ამ ლილიტზე, იქ ჩვენ სელენას ვეღარ ვხედავთ საერთოდ. სუსტდება სელენა ესე ვიძახით და ეს საშუალო დონე არის, მაგრამ ძალიან ახლა მინდა იმ გამოკვეთილად ლილიტზე რო ზიან ადამიანები, როგორც მაგალითად იჯდა ჰიტლერი ლილიტზე, ლილიტ ყუპზე და მერვე სახლზე იჯდა გაუთავებელი ეს მაგიური რაღაც ისეთი манипуляტორული კომუნიკაცია, манипуლირებდა სიტყვებით, და ამ დროს ტიპს ეთყობოდა რომ სრული იყო, ხა არაინტელექტუალური ტიპი იყო ახლა, ხო? ანუ აი ძალიან მარტივ ფრაზებს აბრახუნებდა, ხო? მაგრამ მოხდა რა, რომ სიტყვის მაგიას იყენებდა. მერვე სახლი ლილიტი, თავის სიმბოლიკებით და ყველაფრით. ოღონდ ეხაც შეეშალა ეს სასტიკა რომ უკუღმა არჩია. ლიტით ყოფი, იქაც შეეშალა ინფორმაცია. თითქოს ან ისეთები მოიკრიბა, რომელიც აბსოლუტურად სისულელები, ანუ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს. ძალიან ნეგატიურად გამოვლენილი ლიტით ყოფი, ეს არის დეზინფორმაცია და რეალურ კონტაქტზე არ გადის ადამიანებთან. ეხლა ცდილობდა ასტროლოგებთანაც, თითქოს ქონდა მაგებთანაც შეხება, მაგრამ რაღაც დონეზე ძალიან ცდება. ზედაპირულად და არასწორი გზით მიყავდათ, ხო? კი. აი გარეთ ტყუპი ყოფილა მერვე სახლის, ხო? თვით დეზინფორმაცია არის, თვით მოტყუება თავის, ან სხვები ატყუებენ, ან თვითონ ატყუებენ თავის თავს. ლილიტი მერკურიც მსგავსი არის ხოლმე, მესამე სახლიც მსგავსი არის ხოლმე გარკვეულწილად. ოღონდ მანდაც კარმას გააჩნია. თუ ლილიტზე ვზივართ, ის ჩაგვიტარებს უკვე ბოლომდე. და აი ეს ლილიტზე ჯდომა მე ვამბობ აი ჰიტლერის დონეს მაგალითად, ხო? ან ივანიშვილის დონეს ვამბობ ხოლმე და სტალინის დონეს ვამბობ, როცა მართლა, აი როგორ ზიან, იცი, რომ მისი სელენა საერთოდ გამქრალი არის. მყავდა ერთი ნათესავი, ლეტი მშილდოსანი, სელენა ლომი.
შოკში ვიყავით ყველა, რომ გავიგეთ, რომ ამ ადამიანს სელენა ლომი ყოლია. აი მე რომ მაგას ვერ დავინახავდი, იმიტომ რომ ახლა ეგრევე გრძნობ სელენა ლომს. მაგრამ თლიანად ადამიანს ქონდა მხოლოდ შულდოსანი გააქტიურება. ვერც ერთ სხვა პლანეტა ვერ დავინახეთ მათში. იმდენად შულდოსანზე იჯდა მთელი ცხოვრება. აი ლილით შულდოსანზე ოღონდ პირველი დონის. მთელი ცხოვრება ყველას ასწავლიდა ჭკუას, ცხოვრებას, პოლიტიკურ სფეროში სულ განცხადებებს აკეთებდა და ერთი წიგნი არ ქონდა წაკითხული, მე მაინც არ ვიცოდე. ცხოვრებაში არაფერი არ ქონდა წაკითხული, საიდან რას ბოდავდა არ ვიცოდით და მე რომ დავჯექით ნაცავებით, აი ყველა გავაგონდით, რომ სელენა ლომი ვნახეთ. აი ესეთ кейსებს ხვები, რომელიც ესეთი ადამიანები არავის არ უყვარს ხშირად, იმიტომ რომ მხოლოდ ნეგატივს ავლენენ. ყველაზე მეტად არ უყვართ ხოლმე ოჯახის წევრებს. განსაკუთრებით არის ხოლმე მძაფრი აგრესია, თუ არის დედა ლიტიკი ჭხიბი, ოღონდ მთლიანად ლილიტზე ზის და სელენა, იუპიტერი აღმოჩნდა გამორთული აქვს. ასეთ დროს მთელი ოჯახი გაურბის ამ ადამიანს ტოქსიკურ ურთიერთობაში არიან და ასე შემდეგ. ანუ რა არის სახიფათო მთლიანად სელენას რო გავთიშავთ. საერთოდ რო გავთიშავთ, ეხლა მინახავს ლიტიკი ჭხიბი გოგოები, ოღონდ აი მთლიანად ლიზერუსის, თორე სელენა ყავს ფანტასტიკური თავის იმის და არ იყენებს საერთოდ. და აი რო შეხედავ ისტორიჩკა რა ჩაოლებრივი რა ხა ძალიან ცუდად ვამბობ მაგრამ იშვიათად ერთი რამდენიმე ადამიანი ყავს სულ არ და ბევრი ყავს ლიტიკი ჭხებები ძალიან კარგი ტიპები არიან მაგრამ აი რო შეხედავ და უკვე რო გოგო არ არის ჯანმრთელი რა ანუ აი უკვე არ ჯანმრთელი რა კუთხე გეუნების ეგ ანა პლანეტარულ ენერგიაში აი ენერგეტიკა რომ მოდის ისტერიული ეს ყველაზე მძიმე გამოვლენა არის ლიტიკი ჭხების აი რო ყველა აი წენებში და აი ამ თავდაცვებში იმდენად რო არის გარეული რომ უკვე კონტაქტზე ვერ გამოდის ხო ადამიანი მაგრამ აი ახლა ლიტიკი ჭხები რომ ძალიან კარგად მუშაობს თავის ფსიქოლოგიურ ემოციურ მხარეზე მზრუნველიც არის გრძნობიარეც არის და საერთოდ არა აქვს რა ნუ ლილიტზე არ ზის ხო ხდები? აი ეს ვარიანტი ყველაზე კარგი არის, მაგრამ როცა ესე ლილიტზე ზის ადამიანი, მხოლოდ ახლა ეგ რა არის ლილიტის ენერგია, ახლა ეზოთერიკ ამბობს რომ შავი ენერგიის გატარება ხდება, დაბალ ვიბრაციულ ენერგიაზე ზიხარ, იმიტომ რომ აქ რა არის ლილიტი? ეს არის ძალიან ბევრი დაუმუშავებელი ტრავმა. კარმულ დონეზეც და წინა ცხოვრებებზეც, ხო? და ძალიან ბევრი დაუმუშავებელი ტრავმა აღარ ატარებს სინათლეს. საკუთარ თავში. აი სელენა გვაკავშირებს ცასთან. აი ღვთიურ ენერგიასთან და რაღაცანზე სელენას რო ვიყენებთ, ღვთიური ენერგია შემოდის ჩვენში. კეთილშობილება იზრდება, ენერგია მოდის და როცა ლილიტზე ვზივართ, აქ მხოლოდ ეგ სინათლე აღარ არის, მიწის დაბალ ვიბრაციებზე მუშაობს. ეს ეზოთერული ენით გეუბნები. უფრო ღრმა ეზოთერული ენით ჩადიან როგორ არის ბოროტება დახასიათებული მაგალითად ლიტერატურაში ან რელიგიაში ეშმაკები, მონსტრები, რაღაცა ცუდი არსებები, რომელიც აწამებენ ტიპებს, სულებს, ხო, ქვესკნელს რო ეძახიან და რაღაც. ეზოთერული სფეროთი ჩვენ რო ლილიტზე ძალიან აქტიურად ვზივართ, მთლიანად ქვესკნელის ენერგეტიკასთან გვაქვს უკვე ურთიერთობა. ფსიქოლოგია ამას ეძახის როცა მაგალითად ნეკროფილიის ენერგეტიკაში ზის ადამიანი, აი მიწაზე სასაფლაო ჯადოები რო უყვართ ხოლმე, ან ზოგადად რო აი სიკვდილთან რო აქვს ძალიან რომანტიული ეს ან აი სიკვდილის ენერგია, თვითგანადგურების ენერგიას ეძახიან, ნეკროფილური რაღაც მენტალობა ფსიქოლოგიის, მაგრამ რელიგიაში ეს არის ეშმაკების რაღაცა აი დაბალ ვიბრაციის ენერგიებთან წლომა. მე მქონია სხვა შეხება ფსიქოთერაპიაში რამოდენიმე რო იყვნენ ეს ჰიპნოთერაპიაში ერთმა საერთოდ ეგნახა რაღაც ეშმაკების გარემოცვა და იქ ხედავს და მე როცა ცუთხასიათზე ვარო აქ ვარო რა ამ ენერგიებში ვარო თვითონ ცუთხასიათზე ახლა მარტივად ყვები ანუ როცა აი რაღაც შემოაწובה ეს ლილიტური ენერგია პირდაპირ დაბალ ვიბრაციაზე ჯდები და იქიდან მოდის შიშები რაღაცის რო ეშინიათ ან ადამიანები ცუდი ენერგეტიკისას რო იკრებენ გარშემო მაგალითად დეპრესია, ეს ცუდი აზრები, მძიმე ფსიქოლოგიური პროცესები, როცა ამ მძიმე ენერგიებში შედიხარ. ესე ამბობს ეზოთერიკა.
ჩემ პრაქტიკაშიც, როცა ჰიპნოთერაპიაზე ვესწრებოდი ამ ადამიანს, მან ეს ნახა, რომ აი პირდაპირ იქ ვარო რა. როცა მე ამ ვიბრაციაში ვარო, ამ ბნელ ენერგიებთან ვარო. ეს ჩვენი არქეტიპული ენერგიაც არის, ხა იუნგისეული ფსიქოლოგიიდან რო შევხედოთ, შეიძლება არანაირი ეგეთი რაღაც არ არის, მაგრამ არქეტიპულად ჩვენ უკავშირდებით რაღაცა ნეგატივს, რაღაცა ბნელს, ხო? ჩვენშივე, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და აქედან გამომდინარე უკვე გამოდის ხოლმე, რომ აი ეს ნეგატიური ემოციები თვითონ ვეღარ უმკლავდებიან ამას. აი ამ სიმძიმეს და თუ გინახავთ, რომ აი მიდიხარ და ადამიანი უცებ რაღაცა ძალიან ცუც გეტყვის, გეჩხუბება, ან რაღაც პასიურ აგრესიაში უნდა გიკმინოს, მაგალითად ნათესავი იქნება, ახლობელი იქნება იქ სიტყვაზე, მეუღლე იქნება, დედა იქნება სიტყვაზე, ხო? აი ესეთი დესტრუქციული ადამიანები, ნუ ფსიქოლოგია მანდ ხსნის მესაზღვრეაშვილობაში ან ნარცისულ ველში ადამიანი 1000 სენი არის მანდ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ნარცისული ველიც რა არის სიტყვაზე, ხო? როდესაც ძალიან სერიოზულად ზის ადამიანი ლილიცე მე რომ მინახავს ნარცისული აშლილობის ადამიანი, რომელიც ეს ყველა ვალდებულია ჩემთან, მე არავისთან ვალდებული არა ვარ და ეს რაღაც იმპერატიული ტიპები რო არიან, ლილიტზე ზიან თლიანად. რა ლილიტიც ყავთ, იმის მიხედვით ნარცისები არიან თან. აი ტიპიურად ახლა რამდენს ვიკულებდი ხოლმე რუკიდან გამომდინარე, ერთნაირი ნარცისი არ იქნება, ყველა თავისებურად არის ლილიტიდან გამომდინარე. თუ რაღაც აშლილობასთან გვაქვს საქმე, ან დეპრესია მძიმე, ან ადამიანი რაღაც იგონებს რაღაცა ტრავმას, რომელიც აღარ არის რა უკვე რა აქტიურ ლილიტზეს ის. უკავშირდება იქიდან უკვე იმ ნეგატიურ არქეტიპებს საკუთარ თავშივე, ხო და აქედან თუ არ გამოვიდა ადამიანი ითრევს და ითრევს ეს ნეგატივი მერე ბოლომდე, რომელიც ამ ნეგატივთან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი კავშირი, ეს არ არის ჩვენი. ჩვენი არის სელენა სინამდვილეში და არა ლილიტი. ანუ ლილიტი არის ილუზია, რომელიც გვაკარგვინებს უამრავ ენერგიას, არავის მე აღარ უყვარვართ სიტყვაზე, სიყვარულს ესე პირობითად რო ვთქვათ და საბოლოო ჯამში არანაირი სარგებელი არ მოგვაქვს ამ ქვეყნისთვის და არც საკუთარი თავისთვის. მაგრამ თუ სელენას ვრთავთ და ლილიტს ერთად, იქ უკვე ბევრი რაღაცა დაბალანსებულად განვითარებაში მივდივართ, ხო ხდები და მე სულ მიკვირდა ხოლმე ხა აი ეს არის ჩემი სელენას ენერგიას უგრძნობდი. არ არსებობს პრობლემა. აი, სიამდვილის ცხოვრებაში ყველაზე მძიმეც, ყველაზე ტრაგიკულიც, ხო? აი, რაც არ უნდა იყოს, არ უნდა მივცეთ უფლება ნეგატივს რომ მოგვერიოს. მე ესე მჯეროდა ყოველთვის და აი რაღაც მომენტში ეს რომ მე დავკარგე და მქონდა ამის მიზეზიც, ახლა ისე არ იყო. ეს იყო ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც არასოდეს აღარ უნდა გავუკეთო მეთქი ჩემ თავს, თქო, რომ აღარასოდეს აღარ უნდა დავკარგო ჩემი ნამდვილი მე. აი ეს ნამდვილი ავთენტური მე არის სელენა ყოველთვის. ჩვენ სელენას რო კარგავთ, მაშინ ხვდებით უკვე აბსოლუტურად დაუცველები. აი განამარტო ადამიანები აიღებენ ჩვენზე ხელს, ანგელოზებიც, სულიერი ძალებიც, ვისაც ჯერა ეხა ყველაფერი ხელს იღებს ჩვენზე, ოღონდ იმიტომ რომ ისინი იღებენ, ჩვენ ვიღებთ მათზე ხელს. იმიტომ რომ არის არჩევანი, საით გინდა წახვიდე, სიბნელისკენ თუ სინათლისკენ მაგალითად, ხო? და აი ეს ამაში ვართ თავისუფალ არჩევანში. აი ეს სელენა ჩვენ რო წავიკითხოთ ჩვენი სელენა სად აყვავს, რომელ სახლში არის, რა ასპექტებით არის. აი აქ ხდება თერაპია ფაქტიურად. აი ურჩევ ხოლმე ყველას რომ ChatGPT-ში მაინც ჩაგუგლეთ, კითხვები დაუსვით. მეტნაკლებად სწორს ამბობს. ახლა მე ძალიან ბევრი ხა როცა ასტროლოგიურ სკოლაში ვარ, ახლა სხვათაშორის შენ გეპატიშები, ჩემ ასტროლოგიურ სკოლაში, ახლა 9 ნოემბერს მეწყება და ძალიან მაგარი ეს თავის თერაპიებით, თავის პირადი რუკებით ძალიან მაგარი ეს გვექნება ასტროსკოლა ორთვიანი. ესეც ჩემი პირველ აღმომჩენის ხაზიდან ისეთ რაღაცას ვაკეთებ, არავის ვერ გაუკეთებია, საერთოდ აზე არ არიან, სოფლიო თემას ვამბობ აქ ამ ასტროლოგიის, როცა წარმოსახვეთი თერაპიები, გეშტალტი, ეს ბიჰევიორიზმი, ყველაფერს რო იყენებ ასტროლოგიაში. აი ამ თემებით ვიმუშავებ და მე მგონია შენთვის ძალიან საინტერესო იქნება ეს პრაქტიკა. კიდე დამატებით რომ დაიმატო ასტროლოგიური თემები. მოკლედ ეს ანონსივით თქვი, მაგრამ აი მაგი არის ზუსტად რომ მანდ ხა თერაპიულადაც როცა წინა სკოლებშიც გავდიოდით, დაინახე ზუსტად ეს ღერძი. რომ შენ სელენა აქ ChatGPT-საც ვიყენებდით და ვიდეოსაც უწერდი აი ესე და Google-ეთ, ესე დასერჩეთ ChatGPT-ს ესე ეჭორავეთ, ძალიან ბევრი ინფორმაციას ღებულობ და გამოცდილი მაქვს რომ ასე თუ ისე სწორს ამბობს რა. ანუ ეს წინა სკოლიდანაც გამოყენებული მაქვს და
რო დაუწყიეთ ხა არა მე აქ ამ სელენასთან ვერ ვხედავ კავშირს და მე თერაპიულად რო გაგვულია იგრძნო ეს სელენა დაინახა მაგრამ საერთოდ არ იყენებს ამ სელენას ენერგიას და ამ დროს ამ სელენასში ჩართულობით შენ აი ძალიან ისე რო გითხრა ცოტა გულუყოლოთ მაგრამ ზუსტად ვიცი რო ეგრე არის ღვთიურს სასაბრუნებ შენში აი ღვთიურ ენერგიას შენ ბრუნდები ღმერთთან რა და არ არის ამისთვის სიკვდილი საჭირო და სულიერ სამყაროებში წასვლა აქვე შეგიძლია შენ ის ღვთიური შემოიტანო შენში აი სელენა არის ის ხაზი რომ ამ ღვთიურს შემოიტან შენში და აქ არ არის აუცილებელი რომ რაღაც სასწაულები აკეთო გონები ერთ ღიმილში შენ შეგიძლია სამყაროში ის ხივი გაავრცელო ვიღაცისთვის ის შენ ღიმილი იყოს დიდი ოპტიმიზმის წყარო ვიღაცისთვის იყოს ახლა მაგალითად სელენა კიჩხიბი რომ რაღაცა თბილს უბრალოდ აი საჭმელს გაგიკეთებს მაგრამ აი ესე მოდუნდები და ისე დამშვიდდები აი იმ სითბოს ენერგიის გამტარი იყო იმ მომენტში ეს ადამიანი და გაათბო ეს მეორე ადამიანი ანუ ჩვენ მეტი რა გვაქვს ხო ეს ღვთიური ენერგია რა არის ხო რომ ერთმანეთს რაღაც ჩვენი კარგი გაუზიაროთ შენი ნათელი გაუზიაროთ ხო როგორც ახლა შენ ლეოს გაუზიარე მაგალითად ის შენი თევზები სიტყვაზე ხო როგორც ახლა შენთან რო ჩამოდიან ხოლმე ხა თამი არის გიდი ავსტრიაში და მართლა მოგვატარ ისტორიკოსი არის თან და იმდენი ინფორმაცია იცის აღმავალი მესამე სახლი არის თან და იმდენი ინფორმაცია ყველა ციხეზე და აი ამდენი ინფორმაცია დისერტაციას რო დაიცავ იმდენი ისინი გვიტარებდი ხოლმე შენ და შესაბამისად ახლა მან დრო შენთან ჩამოდიან და იმ შენ თევზურ ენერგეტიკასაც როავლენ ხო აი მოსმენას იმ სითბოს თევზები რა არის სითბო არის ხო ის რაღაც კოსმიური სიყვარული არის ხო ეს ხო და კოსმიური სიყვარული არის რაღაცა ღვთიური სიყვარული არის რაღაც აქ ხდები გამტარი შევერც ხვდები ოღონდ მათ ვერაფერს აი ვერც კი ხვდებით ხოლმე ჩვენ იმაში ჩვენთვის ეს ბუნებრივი არის რა ეს ჩვენი ენერგეტიკა არის რა და ამ დროს აქ რაღაც დიდს ვაკეთებთ აქ ღვთიურ ენერგიას ვატარებთ ჩვენში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამიტომ ვამბობ რომ აი ჩემი თავარი ისიც აი ასტროლოგიაში რაც იყო ყოფნა რომ აი ის სულიერი გამოღვიძება ჩვენ თავს მე ჩემ თავსაც უკეთებ სულ მაგას რომ აი ამ დარჩი ამ ლილიტში აქ გამოღვიძება აქ პირიქით ჩაძინება ღრმა სიბნელეში ხდება სულიერი გამოღვიძება არის აი იმ სელენას ღვთიური ენერგიის ჩვენში დაჭერა და კავშირის გაბომა მასთან და ყველას აქ თავისი ხაზი ეხლა მე რო ეკლესიაში შევიდე და იქ ვილოცო და ყველა ლოცულობს ყველა თავისებურად დაუკავშირდება ღმერთს რა ენერგიაც აქვს სელენა თხისკა ეს არის შინაგანი დიდი სიმშვიდე და თუ მე ვნახულობ სელენა თხისკა რომ ისტერიჩკა არის და ემოციურ არასტანაირ ნევროტულ იმაში ფოთვაში არის გადასული იმის სელენა აბსოლუტურად გათიშული არის საერთოდ არ აქვს ხო და ეს რა არის რომ ღვთიურს ანგრევ შენში ღვთიურ ენერგიასთან აღარ აქვს კონტაქტი, ხო? და ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ აი სელენა არის ის ერთადერთი ხაზი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ღვთიურ ენერგიებთან გავაპოთ. ახლა ჯერუსულ ეკლესიაში რო ხარ მაგალითად, ხო? რაღაც აი ლოცვებს კითხულობ ხშირად. შენი სელენას ეს რა არის? არ დავივიწყო, საიდან მოვდივარ. აი არაცნობიერად მე ესეთ ინტერპრეტაციას გავაკეთებდი. შენ ამით აი ეკლესიაში სიარული თითქოს რა ახლა კი მეც დავდივარ ესე ხშირად მაგალითად, მაგრამ შენ სიარული რა იქნება, იცი, ჩემი იდენტობა არ დავივიწყო. აი ეს კავშირი არ დავივიწყო იმ სამყაროსთან და ამ თევზის ხაზით ვატარებ მე ღვთიურ სამყაროს. ამიტომ შენი ეკლესიაში შეძლო, ჩემი სხვადასხვა იქნება საერთოდ. მე რო შევდივარ ეკლესიაში, ჩემი მეცხრე სახლივი ირთვება, ეგრევე ფილოსოფიაში, დიდ სურათში უნდა გავიდე ყველაფერში. და აი ამ ხატს რო უყურებ, ეგრევე იქ რაღაც მითოლოგიაში მივდივარ, აი სუფთა სელენას კუთხით უკავშირდები. იქ შეიძლება ერთი ლოცვაც ისე არ თქვა, უბრალოდ აი open mind ხდება რა, თავი რო რაღაცა დიდ სურათში გადადის სიტყვაზე. მე 4-ში მყავს. სხვადასხვა ეს პირველად ცხაპრის მერებილოც პეტრე გუნა ვიყავი, თაძმენტოზე არ გვყვანეს, იქამდე არ ლოცულობდი ხოლმე დავდიოდი. ღვთისმშობლის ხატთან ეს რამბლის მე და სამშობლოზე და აი მაგის მე ვისწავლე, ანუ ვისწავლე როცა თავისი მეოთხე სახლის ელენა. მეოთხე სახლის ელენა. ხა რო უკვირდები. ხა და აი რაღაცა გამტარი ხარ ეს მახსოვს. ხა ეს 14-15 წელს ვიყავი და გამტარი ხარ რაღაცა ენერგიის აქ და მაგ ქცევით შენ კიდე კავშირი შეინარჩუნა იმ სამყაროებთან.
ხო და აი ამისთვის მინდოდა თან კიდე ეს ვიდეოს კიდე დამატებით რომ აი მაკედან დაიწყო სხვათაშორის წესში დავიწყო ტრაბლის მერე ანუ ვიღეთემ კი არ მიმიყვანა უბრალოდ სკოლიდან წაგუყარეს თაცმინდაზე ეს მემორიალში მოყვანეს და მერე ნუ ერთი თვეც არის ალბათ გასული ისე კომენდანტის საათი იყო იმ დროს და აი მაკედან დამეწყო თუნდა ეგ არის აი ხა ხომ მიხდი რა ეს ელენას ენერგია ეგ არის აი ახლა გამახსენდა ახლა კი მახსოვდა მაგრამ უფრო გავიაზრე კიდევ აი მე მაგალითად ამ თერაპიული ჩაღრმავებით მე რაღაც ფილოსოფიური აზრები არ მომდის ხოლმე ხო ნუ ეგ არის მე ეგრევე გავდივარ რაღაც ხი აი ესეთი ეს თემები მაქვს ხოლმე ყოველთვის მე ეგრევე გავდივარი კოსმოსი დიდი გლობალური კანონები და სხვაშეს რა მქონდა იცი ბავშვობაში ყოველთვის რისიც მჯერა ეს არის რაღაც ღვთიური სულიერი კანონების რომელიც არასოდეს არ უნდა დაარღვია არ ვიცი აი ჩემში იყო ყოველთვის ეს რაღაც არის მაღალი კანონები ღვთიური აი იცი რა ასვა მარადიულ კანონებს გულისხმობ რომელიც არასოდეს არ იცვლება აი ეს არის ჭეშმარიტება მე არ ვიცი რა არის მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რაღაცა შიდა ხერხი რო გაქვს რომ აი იმ მარადიულ ჭეშმარიტებას უნდა გჯეროდეს და ეს ჭეშმარიტებას რო გაყვე ეს არის სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის ჩემი ვერძის ელენა ყოველთვის სიმართლე უნდა თქვა ყოველთვის სიყვარულით და სითბოთ უნდა შეხედო გარემოს ცხოველები იქნება ხეები იქნება ადამიანები იქნება გულწრფელი გახსნილი უნდა იყო იმიტომ რომ ჩემთვის მე რო ჩემს ელენას ვაცნობიერებდი ამ გულწრფელობაში დევს ჭეშმარიტება ღვთიური ჭეშმარიტება გახსნილი სამყაროსთვის უნდა იყო გახსნილი და ამის გაცნობიერებისთვის მე ძალიან ძვირფასი გადავიხადე სხვათა შორის და ძვირფას გულისხმობთ ბევრი ტკივილი, ბევრი იმედგაცრუება, კბილებით მოვიტანე ჩემი ელენა, იმიტომ რომ ამ გარემოში ისეთი ის იყო რომ ხა მართლა ხშირად ხა უკითხავთ რომ შემართლა ესეთი მხიარული ხარ? როგორ შეიძლება ადამიანი ესეთი პოზიტიური იყოს, ზოგჯერ უკითხავთ ხო? ეგეთი არ ვიყავი. აი ძალიან ბევრი ნეგატივის შემდეგ ამოვიდა ყელში და მივხვდი ეს ნეგატივი ჩემი არ არის, ჩემი არის ის. ამას რო იწყებენ მე ამ სელენა ლირიტის ღერცში, ხო? სელენა კურო იყო მაგალითად ჰიტლერი, რა უნდა და პროპაგანდაში და ამ დეზინფორმაციაში, ხო, სიტყვაზე. ეხატა, რა კარგად დაიწყო, ხატვით დაიწყო. სელენა კურო ჩვენივრად ხატავდა, ხელოვანი ენერგეტიკა ქონდა. რა ჯანდაბაში უნდა და ლილითში გადასვლა, ხო? და იმ ჯანდაბაში უნდა და რომ იქ ამბიციები წამოვიდა, რომ მე აქ ლილითის ზონაში მაგარი ტიპი ვარ და ვერ შეაფასა თავისი რეალური შესაძლებლობები. აი, ეგ არის მე ლილითი პირველ მეორე დონეზე, პირველ დონეზე უფრო. მეორე დონე უფრო არის, რომ უკვე ცდილობ, მაგრამ უკვე დარტყმებს იღებ. მაგრამ პირველი დონე ეს არის, გაქვს დიდი ეგო გონია, რომ აქ ძალიან მაგარი ტიპი ხარ. და სწავიდა და ეხლა კარმლალი კუთხით მიხვდებოდა რომ ვერაფერიც ვერ გაკაჩა არც განათლება ეყოფოდა მაგისი არც ინტელექტუალური რესურსი მაგალითად პირველ დონეზე არ აქვს ეგ ინტელექტუალური რესურსი ტყუპები როცა ხარ ხო და ძალიან პირველ დონეზე აი როგორც ეხლა ჰიტლერი იყო შეიძლება ისეთი სულელი იყოს ადამიანი, აი ვუყურებ ზოგჯერ ლირით ტყუს, როგორ შეიძლება ესეთი შტერი იყო, მეთქი მე ჩემთვის მიფიქრია. თან ძალიან ჭკვიანად რომ მოვხდით. აი როგორ შეიძლება ესეთი შტერი იყო? მეორე დონე არის უკვე რომ ძალიან ჭკვიანია რაღაცეებში, ოღონდ გონია რომ არ არის ჭკვიანი. ეს უკვე მეორე დონე განვითარების ლილიტზე როცა ვლაპარაკობთ, ხო და ხედავ რომ კოკოს ნაკითხი არიან თუნდაც ბიჭი ესმის. აი უცებ ისეთ ჭკვიანურ რაღაცას მეტყვის რომ გამიკვირდება. მაგალითად, აი მეც რო დავფიქრდები. ეხლა მე მერკური მაქვს აქტიური და ეხლა ინტელექტთან პრობლემა არა მაქვს რა. მესამე სახლი იუპიტერი თან იქ რა, მთელი ამბები, მაგრამ მართლა რომ ვა, რა ჭკვიანური თქვა, მაგრამ ყველაფერს აკეთებს რომ თავის ინტელექტი გატკეპნოს დაიმციროს თავის თავში და სისულელები თქვას. აი ეს არის უკვე თვით აგრესია, ავტოაგრესიას ვეძახით, ეს მეორე დონეზე ემართებათ უკვე. ეს ხდება როდის, წყუბზე. იმასაც არ ვიცნობ. ხო, მეორე დონე ეგ არის, რომ ხედავ, რომ აქ უკვე ახურებს რა ადამიანი, რა, არ არის უტვინო და თამაშობს უტვინოს. თავის ეძახის მე არ ვარ ჭკვიანი და ხედავ და არაფერი პრობლემა არ აქვს ადამიანს, მაგრამ პირველ დონეზე ძალიან ჭკვიანი ვარ, ეძახის ძალიან სულელი ადამიანი. ან შეიძლება იყოს ესეთი ლილითი ტყუპის, აი მეორე დონის შემთხვევაში, რომ თვითონ არ ამბობდეს რომ მე ვარ სულელი, მაგრამ აი სვავდეს კითხვებს. იგივეა. ანუ მესამე სახში შეიძლება იყოს. კი, ეს არის ავტოაგრესია. ეს არის საკუთარი ინტელექტის დამცირება.
და თან ვითომ დაუფიქრებლა და ამ დროს არაცნობიერი ცდილობს, აი როგორც დოსტოევსკი ლილიტი მორიელს ჰქონდა. წავიდოდა და რაღაცაში ეს მას არ ჰქონდა ლილიტ, ანუ ლილიტის ზონაში საკუთარ თავს ამცირებდა და სჯიდა ძალიან. სხვებს კი არ სჯიდა, თავის თავს სჯიდა. ხო, მთელი მისი წიგნები რაზე არის? დანაშაული და სასჯელის თემა, ხო? ან ცუდი ადამიანები, რომელიც ჩაგრავენ კარგად ამას. სამყაროს ჯამში თვითონ იყო ეს სადამსჯელო ტიპაში, თავისი თავის. ხო? და იგივე ემართება ყველა ლილიტებს, მერე, ოღონდ მეორე დონეზე, დოსტოევსკიც მეორე დონეზე იყო. მეორე დონე რა არის? უკვე რომ ხები კი არ გეკეთებენ ამას, შენ თავს თვითონ სჯი. მე კი არ გეუბნები შენ რომ სულელი ხარ, შენ ყველაფერს აკეთებ, რომ შენ თავს უთხრა რომ მოდი რა შენ სულელი ხარ, ნახე როგორ იქცევი. გარედან მეორე მე რომ შეახედო თავისივე თავის, ხო? ან შენ არ უნდა მოიღო ხმა, არ იცი ამდენი, სხვები უფრო ჭკვიანები არიან. ან საკუთარი თავის მიმართ აგრესია დამცირება არის, როცა მე მგონია რომ არა ვარ ისეთი რომ ჩემი აზრი მნიშვნელოვანი ჭკვიანზეც აღარ არის ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი მე მარტო სისულელები უნდა განსრულებად უნდა ჩუმად ვიყო და აი აქ დიდ სურათში რომ ხედავ ხოლმე ხო ადამიანს ახლა ასევე სარკისებულა მე ჩემ თავსაც ხედავ ხო სადმაქეს ლილიტის სიტყვაზე ავტოაგრესია მაქვს თუ გარე აგრესია უფრო იანური ლილიტის ხალხს ემართება აი სხვებს ჩაგრავენ მაგალითად აქტიური ლილიტი ტყუპი ეს არის სხვებს ვატყუებ სხვებს ვახვევ დეზინფორმაციაში პასიური ლილიტი მე ჩემ თავს ვატყუებ ჩემ თავს ვტყებნი ინტელექტუალური თვალსაზრისით ამ დროს მე ვერ ვიტყვი არ არსებობს ღრმა ქცნობებში რომ ეს ადამიანი არ იყოს ჭკვიანი ეს უფრო არის ავტოაგრესია, იმიტომ რომ რომელიღაც ცხოვრებაში ინტელექტი ან არასწორად გამოიყენა, ან თავის ინტელექტი რა კუთხით იცოდა რაღაცა და არ თქვა სიტყვაზე, ხო? არ ჩაერია, ან იყო ჭკვიანი, მაგრამ იდო სახლში არაფერი არ გააკეთა, ხო? და გარკვეულწილად ეს არის საკუთარი თვით დასჯა. ეგოს თამაშებს ვეძახით ამას. ოჯახურ სცენარებში ეს რა თქმა უნდა ძალიან პერსონალური ლილიტზე გადავედით, მაგრამ ყველა ლილიტში მსგავსი ისტორია არის იმ ნიშნის მიხედვით, რა ნიშანშიც არის. და საბოლოო ჯამში, აი მე რა მაქვს, იცი, აი ეს ჩემი ტოლერანტობა სადმა გამომუშავებული, იცი რომ ადამიანი რომ თქვა ცუდად იქცევა. მე ვიცი რომ ის თავის თავს ექცევა ცუდად. მე არ მეკცევა. ადრეც მქონდა პირად ურთიერთობებზე ვიდეო, სადაც ნუ ვიღებთ ჩვენ პასუხისგებლობას ხვის ქცევაზე. ადამიანი, რომელიც ძალიან ბოროტია და შენ მაგალითად შენი შურს და იქ ინტრიგებს ხლარ თავს, სცენარიაში ვერ იტანს თავის თავს. პროექციას აკეთებს სხვაზე. საერთოდ არაფერ შუაში არ ხარ შენ ხარ მასალა იმისთვის, რომ გამოხატოს ამ ადამიანმა როგორ ვერ იტანს თავის თავს. იმიტომ ვერ იტანს, რომ იქ კარმაც არის, ოჯახური სცენარებიც არის და რაღაცა დიდი ტკივილი და სევდა ვერ გადაამუშავა და ამას გარედან ვეძახით გაბოროტებული ადამიანი, ცუდი ადამიანი, მე მიკვირს ხოლმე ფსიქოლოგები ვიდეოებს დებენ ხოლმე, აი ნარცისებთან რო კონდათ შეხვედრა და იმ ხელ აგრესიით და სისხლიტყვებიან ხოლმე და უკვე ატყობ რომ თვითონ არ აქვს დამუშავებული ის ტრამვა. საერთოდ და გაბრაზებული ყვება, ან შენ გეუბნება დაიცავი შენ თავი ნარცისთან არ მოხვდე. ანუ ის არის შუაში მე კი არა ვარ. მე ძალიან ბევრს გონია რომ აი ადულად აწერებენ ამ ბოლოს ვიღაცას ნარცისის მარკას ან ნარცისის ნარცისები ვართ ყველა. ყველანაირი ადულად აწერებენ ან ის ენერგეტიკული ვამპირია, ან თან ადულად დაიწყეს უკვე ამ ბოლო დროს ერთმანეთზე იარლიკების მიწერება. ხო, მაგრამ იცი რა ნარცისები ვართ ყველა. ოღონდ არის საშუალო ვარიანტი, არის ზომიერი, არის ცოტა რთული, კიდევ უფრო რთული და არის უკვე აი დიაგნოზი. მე მაგას სპეციალისტი ვერ არკვევს ბოლომდე. შენ კი არა. მაგრამ როცა ვხედავ რომ ახლა ეს ადამიანი ესე გიყურებს ზევიდან და შევალდებული ხარ მას ემსახურო და იმან არაფერი არ გაგეკეთოს, ახლა აქ ნარცისულ ველთან რო შეხება ეს გასაგებია. მაგრამ მე ახლა ნარცის დავარქვევ თუ პეტრეს თუ პავლეს ეს ჩემი აღარ არის. მე ვხედავ რომ ამ ადამიანსგან შორს უნდა ვიყო უბრალოდ. და რატო ახლა ერთი ძალიან საინტერესო ახლა წინა ვიდეოშიც გქონდა ეგ რომ მეც ვარ პასუხისმგებელი. როგორც შეroqebodi მაგალითად რომ ვიღაც ლიტკუროს ქონება დაუთმეს, ხო? ისიც არის მან პასუხისმგებელი, ვინც დაუთმო ეს ქონება. რა აფუჭებ ადამიანს? აფუჭებ ლილიტი წაუქეზე, გაუპრავე ფაქტიურად და აქ შენი თან ისე ლამაზად რო არ ჩანს ეს რომ შენს პასუხისმგებელი ხარ და ამ დროს შენ კარმული
ვალი გეკიდება აქედან, იმიტომ რომ შენ გქონდა ძალაუფლება არჩევანი გაგეკეთებინა. გაგეზარდა ან განუმტკიცო კარგი ქცევა ადამიანს, ან არ განუმტკიცო ცუდი ქცევა ადამიანს. ეს შენი არჩევანი არის და აქ მე იცი ცოდნა არ ყოფნის, ჩვენ თვითრწმენა არ ძალიან ბევრი რაღაცები არ ყოფნის, რომ აქ სწორი ვიყოთ. მე ძალიან ხშირად შემოშლია. იგივე ვარიანტი ხა მაქვს ხა ეს მაგალითი რომ სელენა თევზი ამბობს რომ მე ისინი არ იმსახურებენ, მაგრამ მე იმათ ესე ვერ მოვექცევი და აძლევს საშუალებას იყოს ბანკომატი. იმ ადამიანზე მე ვიცი სელენა თევზია? აი ვინც აძლევს საშუალებას. ხო, სელენა თევზი აძლევს საშუალებას. აი თუნდაც ახლა საქართველოში რომ გავავრცელოთ ახლა უცხოეთიდან აძლევენ საშუალებას რომ იყვნენ ბანკომატები და როგორც წურბელებს აი ისე ლიტითხის ხარი ხო ის ადამიანი? ხო, ლიტითხის და სელენა თევზი. ხო, აი მან რო სხვა სელენა იყოს, ესე არ იქნებოდა. სელენა თევზი თვითონ არის ცოტა სუსტი. სუსტი რა კუთხით იცი რომ არ აქვს არანაირი მეს განცდა. აი მე როგორ იცი რომ მე განცდა მქონდეს კოლექტიურ კარმაში ვეღარ გავალ მაშინ. და ლირიტი ზუსტად მაგისთვის არის აქ ესე იგო ფუნქცია ადამიანის რომ აი შენ თევზი არ გაუშვა ბოლომდე თორე შეიძლება მე უკვე ლიტითხის ხარა არის რომ აიღო იმაზე პასუხისგებლობა რაზეც არ იღებ პასუხისგებლობას და ამ ადამიანს ავარაუდოთ აქ ეს რომ ისე აკეთებს ამ ქმედებს რომ თავის პასუხისგებლობას ვერ გრძნობს ამ ყველაფერში მე უფრო ასეთი ინტერპრეტაციას გავაკეთებდი სელენას მოტივით ლილიც აქტიურებს ხო ხდები ხო? და სხვა სელენა არის ამ დამასე მთლად, იმიტომ რომ სელენა თევზი ეს არის რომ მე ბილიონი დავიყო მგრძნობიარე, ყველას იმესმოდეს, ყველას გავუგო, ყველა მეწოდებოდეს, ოღონდ არა საკუთარი თავი. ხო, და ამით საკუთარი თავი და კიდევ აი კარმას იმძიმებ მაგით. იმასაც უმძიმებს. ხო, და ოჯახურ ველს ამძიმებ, თუ ეს ოჯახის წევრებს ეხება, იმიტომ რომ ამ ოჯახის ველში, ესე იგი არის დაგროვილი მერკანტილიზმი მაგალითად, რომელსაც შენ აკეთებ. და აქ განკურნებას კი არ ახდენ გვარის მაგალითად, აღრმავებ იმ პრობლემებს. ეს უხილავი პასუხისგებლობებია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე, იმიტომ რომ შავს და ნეგატივს და ბნელს ადვილად ვხედავთ. მაგრამ ლამაზში, კეთილში, ისეთში შეფუთულ ჩუმბოროტებას ვერ ვხედავთ. ამიტომ არის სულ ეზოთერიკაში ინდაიანი რაღაც კარგქმედებას ყოველთვის საჭიროა. ამასაც არ აქვს ისეთი ინტელექტუალური რესურსი, ხა რო ეს გაიგოს. იცი რა არის შეხება აი მსაუბაც უნდა იყოს, მაგას იცი როგორ ეძახის ეზოთერიკა, რომ ინკარნაციული მსაუბა უნდა იყოს აქ. თუ არის სულიო ნაკლები გამოცდილებით ის ვერ გებულობს. ეხა ეგ მე დიცურად შუნა მოგიყვე მაგი როგორ ხდება საერთოდ. მაგალითად მე ხა ამ ცხოვრებაში ბევრ რაღაც მეტკინა ცხოვრებაში, ხო? აი ვიღაცამ ის მაწყენინა, ეს მაწყენინა, ის მაწყენინა. ეხა ეგ რა ყოფილა მე არა მაქვს ეგეთი ახლო ის ადამიანებთან რო ურანელი ვარ, თავისუფალი, ანუ ესე ვიღაცა რომ მაწყენებს ეს პირადად არ მიმაქვს ჩემთან ძალიან ახლოს, ხო? და აქედან გამომდინარე, მაგრამ თქვა იყო რომ ჩემი საზღვრები ძალიან აქტიურად დაარღვიეს. მე ხო მაქვს აქ რაღაცა წინა, ან რაღაცა პრობლემა, ჩავიდე, ხო, ემოციურად. მივდივარ მე თერაპიაზე. ამას ვაცნობიერებ და უცებ დავინახე იმ ჩემ სიჩუმეში, აი ეს პასუხისგებლობა მომივარდა, რომ ეს მეც ვარ პასუხისგებლობის გაბელი, სადღაც ჩემი საზღვარი არ დავიცავე. რატო არ დავიცავი? მიდივარ ხმარ ბავშვობაში, სადაც ინტროექტების საშუალებით, ჩობლებიდან ეს გამომივიდა, ხო, რომ მე არ უნდა დავიცვა საზღვრები. ანუ მე გავაცნობიერე, თქვათ, ეს სიტუაცია, დავინახე რეალობა დროსა და სივრცეში, შესაბამისად, აქ ის ემოციური არაცნობიერთან შეხვედრისას მოიხსნა ნეგატივი, რომ მე გავიგე რატომ მოხდა ეს ყველაფერი სიტყვაზე და მე უკვე ვიცი რომ ამას აღარ გავაკეთებ. და ის კი არა რომ ან ვინანო ეს როგორ დავუშვი, ან როგორ ეგოს შემელახა, აღარ ვფიქრობ ამას. უი რა კაი გაკვეთილი მოხდა და მე გავიგე, მე შევისის ხორცე. მე რო თერაპიაზე არ გავიარო, ეს დარჩება მოუგვარებელ პრობლემად. მუდმივად მაგას მეორე დაემატება, იმიტომ რომ ჩვენ ვიზიდავთ იმ ადამიანებს, რომ აი ეს დაუხურავი გეშტალტები ფსიქოლოგიის ენაზე და კარმულ ენაზე კვადრატები, ოპოზიციები დამუშავდეს, ჩვენ ამას ვერ ვამუშავებთ და კიდევ უფრო ღრმავდება ტრავმა.
აი ეს რომ ბევრი ხდება, თქვათ 2 ინკარნაცია, 3 ინკარნაცია დაგროვდა. მე უკვე შეიძლება უბრალოდ ისეთი მონსტრი გავხდე. დავხოცო ყველა, ან სერიული მანიაკი ვიყო, ან რაღაცა ისეთი, იმიტომ რომ წინა ცხოვრებებში მე რო სუკაი ტიპი ვიყავი, დავიჩაგრე და ეხლა შურს ვიძიებ ყველასე და ვიბადები მონსტრი. ოღონდ მე მეწყება ის თვითგვემა, რომ მე სადღაც როგორ მივიყვანე აქამდე ჩემი მდგომარეობა, რომ უკვე მონსტრი გავხდი, იმდენად არ ვიცავდი ჩემს საზღვრებს წინა ცხოვრებებში და ეს რომ მე გავაცნობიერო, რამდენი კიდე ინკარნაცია მჭირდება, ხო, ამისთვის. ნენელა, იქ ცუდი ტიპი შემხვდეს, იქ მე რაღაც შევხვდე ამ ჩემთავს, რომ ის ტიპი კი ყოფილა, მე ვარ სინამდვილეში, არაცნობიერში, ხო, ეს ადამიანი, ჩემ პროექციაში არის. მე ეს უნდა დავამუშავო მე სიტყვას და ესე ნენელა გროვდება ინკარნაციული გამოცდილება, ეზოთერიკა ესე იძახის. ასეთ გამოცდილებაში შენ ყველაფერს ხვდები ძალიან მარტივად. და როცა ეს ყველაფერი არ აქვს გამოცდილება, ერთფერს ვერ ხვდები, იმიტომ რომ დრო არ აქვს მაგისი. ანუ ჰიპნოთერაპიაზე ის გამოცდილება გადადის ინტუიციაში, რომელსაც მე თავისით გაქვს. ნიჭიერებაში გადადის, ახლა სხვაში ლაზარევი ამბობდა, ერთი 40 ინკარნაცია ძლებსო ჩვენში სულიერი განვითარებაო. ანუ ეს სულიერი ღრმა ვიბრაციები. ანუ მე თუ 40 ინკარნაცია მოყვება, ანუ ეგ ჩვენ რო სხეული გვკვდება, ჩვენი უნარები, გაცნობიერების ეს ცხოვრობს ძალიან ბევრი ინკარნაცია. შესაბამისად, ეს გამოცდილება ახლა მე მაგალითად თერაპიულად რო ჰიპნოთერაპიაზე რაღაცა შევხვდი და დიცურეთში რაღაცა დავინახე, ეს არის უკვე ჩემი რესურსი. შესაბამისად, მე ამ ცხოვრებაში რაღაცეები რო ხდება, ცუდი უკვე ძალიან დიცურეთში უყურებ, აღარ განვიცდი და თუ ძალიან განვიცდი, ამასაც დიცურეთში განვიცდი. ვიცი რომ ეს მისაღები მაქვს, უნდა გავიარო და შესაბამისად აგრესია არ მაქვს გარემოზე, მოვლენებზე, ყველაფერს ვიღებ უკვე ძალიან მშვიდად. იმიტომ რომ ერთხელ მახსოვს რაღაცა ძალიან ძიმე რაღაცა მოხდა ჩემს ცხოვრებაში და უცებ ვიგზენი ისეთი ნაწყენი ვიყავი სამყაროზე. და აი მაშინ მივხვდი რომ მე აღარასდროს ეგრე არ მე უნდა განვითარდი იმ დონეზე რომ მე არავიზე აღარ გადავიტანო ეს წყენა და მართლა მივედი მაგამდე რომ მოხდა რაღაცები მე არავიზე აღარ ვიყავი ნაწყენი. ანუ ამ მდგომარეობაში როცა ხარ და თუნდაც რომ ხარ ნაწყენი შენ თავში ეძებ პასუხებს და არა უკვე სხვაზე გადაგაგ ხო სიტყვაზე და ამ შენ თავში ის კი არა რომ მე ვარ დამნაშავე არა ეს არის როგორც გამოცდილება ხო ეს გამოცდილება მე ბევრი ინკარნაცია მოყვება შენ და გეხმარება უკვე ბევრი რაღაცების მიღებაში პლუს ამ გამოცდილებაში ბევრი გეშტალტი სრულდება წინა ინკარნაციული ხო ესე ვიძახით ამიტომ ვარ სულ აი ამ პროპაგანდას ვეწევი მაგალითად ხო აი ამ ფსიქოლოგიის თუნდაც მე არა ვარ ესე ფსიქოთერაპევტი კლასიკური იმიტომ რომ მან არ არის ისეთი სიღრმე მართალი რო გითხრათ რომ ვერ დამასწრებდა მაგას ჩემი თერაპიული პრაქტიკებიდან ასტროფსიქოლოგიიდან გაცილებით მაღალ შეერებში შეგვიძლია გავიდეთ ვიდრე უბრალოდ ფსიქოთერაპიაში მაგრამ ამ სიღრმით თერაპიაში რომ მივიდეთ უკვე ძალიან ბევრ რაღაცას ხვდებით ხო და აი ამ იმღებლობაში და ამ გახსნილობაში ხო რას იღებ ყველაზე მეც მთლიანად კონტაქტზე გადიხარ შენ თავზე შენ თავთან იცი რა გინდა ცხოვრებაში ამ გარედან მოსულ ინტროექტებს გააგდებ რომ ესეა საჭირო და შენ მე სხვა ცხოვრება უნდა და გარედან გასწავლე სხვა ცხოვრება ის სუფთა აი აქ ბიჰევიორისტულად ცხოვრებისეულად რომ დავგეგმოთ ახალი ქცევები აი მანდ უნდა გავიდეთ სიღრმეში და აი ეს უბრალოდ დასწავლილი ქცევით არ ხდება შიგნით გაცნობიერება უნდა მოხდეს ამ ყველაფრის ამ შიდა გაცნობიერება სჭირდება ახლა რუკა ძალიან გვეხმარება ფსიქოლოგია ძალიან გვეხმარება მაგალითად და პირველი რა არის რომ სხვებზე კი არ ვაკეთებთ აქცენტს ჩემ თავზე რა პროექცია მაქვს რა გამოვლინდა ამ ადამიანში ეგეთი ხო ისეთი რომელიც მე დამიტრიგერა და მე მანდ ყოფილა როგორ რაღაცა ის სხვა ადამიანთან რო ყოფილა ესეთი მომენტები მე თერაპიულად რო მე ჰიპნოთერაპიულად ჩაღრმავებული ვარ უცებ იმ ადამიანში იგივე წერტილი დავინახე და ჩემშიც იგივე დევს მივიზიდეთ ერთმანეთი ერთ-ერთში და საერთოდ იქ იმ წერტილში ჰიპნოთურად რო გავდივართ საერთოდ აღარ არის ჩვენ შორის განსხვავება მე მაღლა ვარ ის უფრო მაღლა ეგეთი რაღაც ანუ ის დაბლა მე უფრო დაბლა ეგ ზღვარი იშლება ეს წერტილი არის ენერგოვიბრაციის რაც შენთან არის მორჩა კონექშენ მოხდა ხო ხდები და აქ ის კი არ არის რომ ის
ადამიანი რაღაც დისონანსში შემოდის შენთან. იქ უფრო სხვა რაღაცები მოყვა მან, თორე ახლა შენ მაგალითად სხვა ადამიანებთან ვისა რაღაც საერთო ყოველთვის გექნებოდა შიდა ენერგეტიკულ ვიბრაციაში და იმას აღარ ამბობ რომ ის ადამიანი ეგეთი. იმ ადამიანს უყურებ აბა რა გამოძახილია ჩემს ენერგეტიკულ ვიბრაციაში. მიხდი ხო და აი ამ თერაპიული ცოდნით როცა ვუყურებთ სამყაროს ხო თლიანად მიდის შინაგანი სამყაროს შესწავლა ჩვენ თავში და აქ ქრება აგრესია, ქრება განკითხვა და ხდება სწავლა. ეხლა შეიძლება მე ჩემს ელენას ენერგიაზე ვავლენ ძალიან, რომ ყველანაირი გამოვლინება რაც ცხოვრებაში ხდება ის მხოლოდ გასწავლის რაღაც ახალს, მაგრამ რეალობაშიც ეგრე არის, გასწავლის მართლა. ხო, აი ქრისტიანულადაც შეგიძლია დააკავშიროს ყოფილი. თუნდაც მიმღებლობა შინაგანი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს აი ესეთი მიმღებლობა რა, მე მჯერა და ვიღებ. არა, აი უნდა შევხვდე ტკივილს, უნდა გამოვიარო ეს ტკივილი, შევხვდე იმ ნაწილს, რომელსაც ეტკინა, შემოვიერთო ეს ნაწილი და ეს თერაპიულ პრაქტიკებზე არის ხოლმე მე 3-4 მე ზოგსთან გამოდის და ერთმანეთში დიალოგები აქვთ მე ჩვენ ნაწილები ხო ჩვენი არაცნობიერის რაღაცა ნაწილები და ამათან დიალოგში, ამათან კონტაქტში ხდება გაერთიანება და ხდება გაძლიერება. და აი ეს ყველაფერი რომ მოვახდინოთ, ამას ახლა ფსიქოლოგები ასე არ არიან და სელენას ენერგიას ვიყენებთ, მხოლოდ და მხოლოდ მეტი ჩვენ სხვა რესურსი არ აქვს. ამ სელენას თუ არ ჩავთავთ, ლილიტი მთლიანად შეგვჭამს, ესე ვიძახით და სელენას თუ ჩავთავთ, ლილიტი ძალიან მაგარ ენერგიას გვაქვს. გამახსენდა ერთი კითხვა მაქვს ესეთი, აი რო ამბობ ხან ადამიანი არ აცნობიერებს თავის სელენას, აი არ ამუშავებს აზრის, როგორც გინდა თქვი, რომ არ იყენებს რა. ვერ აცნობიერებს თავის ვერ პოულობს. აი რუკაში ჩანს ხოლმე დაუშვათ ასპექტებით ამ შემთხვევაში დაუშვათ ხა ადამიანს ხო არის რომ სელენა, იმისი სელენა უფრო ძლიერი იქნება, ვისაც ხა იუპიტერთან აქ შეერთება. ან თუნდაც თვარესთან შეერთება ხა. ყოფილა ეგრე, მაგრამ არც იყოფა ადამიანს. ხო. ან დაუშვათ ხა მერკურთან ასპექტი. ანუ შეერთება თუ დაუშვათ ტრინიც მოქმედებს. ცირ არის. ამაზე გეკითხები ახლა. აი ახლა მე მყავს სელენას ასპექტებს. აი ახლა მყავს წინასწარ მყავდა სალომე, იცნობ შენ სალომეს. და აი სულ რა მქონდა იცი რომ აი რაც არ უნდა სალომეში მეპოვა მე რაღაცა აქ რაღაცები სიტყვაზე ხო, მაგრამ იმედა ნათელი ვიბრაცია მოდიეს ხოლმე ადამიანისგან, რომ აი არა მარტო ჩემთვის, სხვებისთვისაც ყველა სიამოვნებს სალომესთან ურთიერთობა. აბსოლუტურად ყველას იცნობ შენ სალომეს, აი წინა ვიდეოში მყავდა მეგობრებო სალომე. სელენა ყავს მთვარესთან და ვენერასთან შეერთებაში. და აღმავლიც იქვეს. ანუ სანთებსებში და მეცხრე სახლში. მე რაც ვნახე ადამიანის, როცა სელენა ყავს რაღაც ეს ასპექტებთან შეერთებაში, აი ასხივებს რაღაცა ნათელს და სიამოვნებს ხალხს მათთან ყოფნა. ანუ სელენა ყავს შეერთებაში ვენერასთან და მთვარესთან. აღმავალი ციკლი დგას. ძალიან ბულგარეთში რო დადიოდი. ხო და ეგ რას ნიშნავს რომ ამ ადამიანს ეტყობა, ასხივებს, აი ამ მთვარეს ელენა, ამ ვენერაც იქვე არის ხო? ყველას მოწონს მასთან ყოფნა. ყველას ეხმარება, ყველას გვერდში უდგება, ხო? და აქ არის აი როგორც გამტარი ნათელი ენერგიის, ოღონდ უკვე პლანეტარულ დონეზე. მაგალითად, კარგი ადამიანების, აი რომ ვამბობ, რომ ძალიან კარგი ადამიანია. სულს ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ ადამიანზე, ხშირად მე რასაც ვაკვირდა, სელენა იყო ჩართული ასპექტებში. კაცებს როცა აქვთ სელენა მზის შეერთება მაგალითად, ხო? აქ შეიძლება კონდეს ადამიანს ძლიერი თვითრწმენა რაღაცეებში, ან მაინც ასე თუ ისე ლიდერულ პოზიციაზე გამოდიოდეს და ზოგი ხალ კარგად ვიცი ყენებს, დიდი შემოქმედებითი უნარები აქვთ. მაგრამ მინახავს ისეთების, რომელსაც სელენა იქ ვენერასთან ყავს შეერთებაში, მზესთან ყავს და თლიანად ლილიცესია. კი ეთყობათ ეს, აი ხანდახან რომ გამოანათებს ადამიანი, მაგრამ იმდენად ლილიცესის, რომ ეს გამონათებასაც არ აქვს უყურებლობას. ამიტომ გეუბნები, რომ თუ არ აქვს თავისი შავი მთვარე ადამიანს გაცნობიერებული და დამუშავებული, ეს როგორი რომ წესით ადამიანებს ემართებათ, ვინც აი ეს კარმული გამოცდილებები არ აქვთ დიდი. ამ მიწიერ ვიბრაციაზე არიან. მაგიტომ ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს ირგვლივ სულ ხალხი იკრიბება, ნახევარი ფეხი რო იქით აგვაქვს რა კოსმოსში. ან ახალ ჩამოსული უნდა იყოს, ან რაღაცა სულიერი მახსოვრობა აქ იქითა სამყაროსთან, ანუ ბოლომდე აქ შემოსული ადამიანი დედამიწაზე, ხა მე ძალიან ეზოთერულად ვლაპარაკობ.
მატერიაში ხრმად რო დგას, ეს ადამიანი მაგათ ვეძახი დედამიწელებს. ესე ჩემი ვითი ბავშვს რაღაც სახელებს არ ქმნას ხოლმე, ხო იცი? მეებს აი ესე ვეძახი დედამიწელები. ისეთი ნამდვილი დედამიწელები, რომელიც საერთოდ არანაირი ეზოთერული ცნობიერება არ აქვს. შესაბამისად, მათი სელენა ძალიან მიწიერ დონეზე არის და საერთოდ არ უმუშავებთ. თუ გინახავთ ახლა სელენა მორიელი, რომელიც მთელი პარტნიორების, იმისი ამისი თუ კომპანიის ქონება აქვს ჩაგდებული ხელში და ძალიან კარგად იყენებს, ან სელენა კურო, ლიდი კუროს როგვერდზეა და მიიღო მთელი ქონება და ბედნიერი არის. ეს მიწიერი დედამიწელის кейსი არის, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სულიერი ვიბრაცია მოდის უფრო სხვა განვითარებული სამყაროებიდან. თუ იქ კავშირი არა გაქვს, ხალხი ერთხელ შტაინერი ყვებოდა, რომ ერთი მეცნიერი იყო, რომელიც ამტკიცებდაო, რომ აი, ძალიან მიწიერად უყურებდა ყველაფერსო რა, აი, პირობითად რო ავიღოთ, ახლა მე 20 წლის წინ ამას ეს წიგნი დაკითხული და სახელები შეიძლება არ მახსოვდეს, აი, დარვინის ტიპის თეორია. რომელიღაც სამყაროში იყო, ეხლა მაგ არ ვიცით როგორ იყო, მაგრამ შტაინერი ესე წერს, რომ რომელიღაც სამყაროში იყო ძალიან დედამიწაზე უფრო დაბალი ვიბრაციის პლანეტაზეო. იქიდან წამოიღო ეს დაბალი ვიბრაციებიო. და ვინც სხვა სულიერ ძალიან განვითარებულ პლანეტაზე იყო, მე ვნახე იქ სულიერი განვითარების პლანეტები მაგალითად თითქოს და აი იქ უკვე რაღაცა ცნობიერების ლეველი მაღლა ავიდა სიტყვაზე და შემოგაქვს სულ იქიდან ხედვა აქ, ხო, მაგალითად, ხო და ჩემთან ვინც მოდიან, აი ეს კითხვებს არ სვამენ ესეთ მარტივს რა, ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას ხა ათეისტი ვარო, მე შეიძლება ეს ცოტა ჩამეღიმოს, რაღა დროს ათეიზმი არის, როცა იმაში ვართ ჩვენ უკვე, ხო? ათეიზმი გულისხმობ, აი ძალიან მიწიერ იმას რომ დნმ-ის დონეზე რო უყურებენ ადამიანს სიტყვაზე. ხო, ხა ეს ჩემთვის უკვე წარსული ეს არის 10 საუკუნის უკან აზროვნება არის სიტყვაზე, ხო? მაგრამ ხა არ ვიცი ხა ეგრე ჭეშმარიტებას ვამბობ თუ არ ვამბობ, მაგრამ ჩემში ეს გაგება არის. ეზოთერიკა ამას იძახის რა, რომ თუ არ ახარ სულიერ სამყაროებში ნამყოფი, ხდები აქ ან მაგიტომ არის რა, დედამიწაზეო დიდხანსო ვინც სულ ინკარნირდებოდა დედამიწაზე, ძალიან მატერიალისტები ხდებიან და არანაირი წმენა, რელიგია, ღირებულებები არაფერი არ აქვს. ეს ღირებულებებიც არის მაღალი სულიერი ვიბრაციიდან, ის მესამე დონე უზნაძის რაც ვილაპარაკე. იქ ვერ მოხვდები შენ თუ ესეთი ადგილობრივი დედამიწელი ხარო იტყვია ხოლმე ხახტები. იმიტომ რომ აქ მატერიაში იმდენად იმ რუტინაში ხარ კომფორტის სულიერი ვიბრაციები ხრება. ეხლა მე ძალიან დიდ ეზოთერული ლოგიკით ვიხსენე. სული ირჩევს თვითონ? შეიძლება ჭირდება მას ძალიან დიდი დამიწების მატერიალიზმის ენერგეტიკა, დიდ სურათში რო შევხედოთ უკვე სულიერ დონეზე, რომ მე იმხელა სულიერ სამყაროში უნდა წავიდეს, რომ ეს დამიწება ჭირდება. მაგალითად, ოღონდ იმ ფრაგმენტში ცხოვრობს უკვე ძალიან დამიწებული არის და შენ რაც არ უნდა ხა სულიერებაზე და ეზოთერიკაზე ელაპარაკო, რა დროს ასტროლოგია არის, რა დროს რელიგია გეტყვის მაგალითად, რა დროს ხა ეს მესამე დონე ამოდი რა ფული გავაკეთოთ იქ მშენებლობებისგან რა, წყალებში რო ავიღოთ, ხო? ეს არის დედამიწის დონე რა, მატერიის დონე სიტყვაზე. დამაკნინებლად დედამიწას კი არ ვიძახი, აი იმ მატერიას ვიძახი, უხეშ მატერიას, სადაც სულიერი სამყაროს გატარება აღარ ხდება მაინც და მაინც, ხო? და მე მგონია რომ დედამიწას რაღაც საშუალოა, როგორც ამბობენ ხოლმე, ხა ძალიან განსაკუთრებულ ახალს არ ვიტყვი, მაგრამ არ არის ძალიან ისეთი. არა, განვითარებაში დედამიწაზე არ მოდიან მე მანდ არ ვიტყოდი ეგრე, იმიტომ რომ ჰიპნოთერაპიაზე მე ვისაც მიყვებოდი ჩემი ჩათვლით. მე არ მაქვს გამოცდილება. აი სულ პირველი რასაც ნახულობდნენ სულ სხვა პლანეტებს და სხვა სამყაროებს. ჩემი ჩათვლით. მე თავიდან სულ სხვა პლანეტები ვნახე, აბსოლუტურად სხვა განვითარების, სხვა ფორმა, სხვა აი აბსოლუტურად სხვა სამყაროები. და პირველი რაც ვთქვი, რომ დედამიწაზე ახალ ჩამოსული ვარ, ახლა აზე არ ვარ, აქ რა ხდება? ჯერ თქო რა, ოღონდ მე არ ყოფილა ისე მთლად ახალ ჩამოსული, მაგრამ მაინც 1-5 წელია აქ ვარ, მე რაც ვნახე ჩემ თავში, ხო? სიტყვაზე. ესეც პირობითი არის და ესეც რაღაც სხვა არქეტიპებთან გვაქვს ჩვენში ალბათ შეხება, მაგრამ ჰიპნოთერაპიაზე ძალიან ბევრი მარხა, ვისაც ეზოთერული სფეროსის აქვს, სულ სხვა სამყაროებს ხედავდნენ. დედამიწა მე რაც ვნახე, რომ ვითომ თავიდან უარყვერով ძალიან დაბალი ვიბრაციის პლანეტა, ხალხს რო გადავხედე თითქოს რო აქაზე არ არიან არაფრის თქო, საბოლოო ჯამში ვნახე, რომ ყველაზე დიდი სულიერი ნახტომი არის ამ ყველაფერს თუ შეხედა. დედამიწაზე მორგება, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი სულიერი ნახტომი არის, ვიდრე სულიერ სამყაროებში ყოფნა.
იმიტომ რომ სულიერ სამყაროში, აი, იცი როგორ რაღაცა შევატარებდი? აბა მიდი და ქრისტესავით ეცვიჯე ვარს და მათ შეინარჩუნე რწმენა. თუ მაგარი ხარ. მანდ არის თუ ღმერთსაც ხედავ, ანგელოზებსაც ხედავ, იმედი მარტივი არის იქ რწმენაც და ყველაფერი სიყვარული, ხო? არაფერი არ არის, ხო და იმ მაღალ სამყაროებში მე თითქოს რაც ვნახე, ისე მომეცა ის ყველაფერი მე არ მიშრომი ამისთვის. ანუ ევროპაში რო кай ტიპი ხარ. ზუსტად. ხო, გარემო არის რა ისეთი რომ მოდის რა ეს ხალявას რო ეძახიან რუსულად, ხო იცი ეს? აი ეს მოდის და იქ იმ სულიერ სამყაროში იქ რომ ნახე თითქოს რომ წყური არავის რატო უნდა წაართო აზრად არ მოგიოღებს რაღაცა რაზო შეიწუხებ ხო აი ზუსტად ეგ არის და აბა ახლა აქ ამ ჯუნგლებში მე არ აღვფამ ჯუნგლებად ისე გულისხმობ რა ვიღაცა რომ ბოროტია და გაბრაზებულია და თავს გესხვის აბა მე ვიყავი მეორე ლოყის მიმშვერი აბა იქ მიიღე ის რომ მე არ ვიზიებ შურს შენზე მე მესმის შენი და მე გითანაგზნობ შენ აბა ეს ქრისტიანული ღირებულებიდან გამოდი თუ მაგარი ტიპი ხარ ამას თუ შეძლებ ამაზე დიდი განვითარება სულიერი მე ეს ვნახე ჰიპნოზე არსად არ არის არც ერთ სამყაროში არ არის ამის შესაძლებლობა და თუნდაც ის სულიერი დაცემა და ესე ძალიან მნიშვნელოვანია მიიღო სულიერი დაცემა, იმიტომ რომ სამყარო უნდა ნახო რომ მარტო ლამაზი და ფარფატატი არ არის, იმიტომ რომ შენ თუ სულიერად დაეცემი ძალიან და მე არასდროს არ მეშინოდა ამ სულიერი დაცემის, გულისხმობ დაცემას, აი ისეთი რაღაც შეიძლება გააკეთო ადამიანის ცხოვრებაში, შენ თუ რო გაუგონდე შენი თავისგან, მაგალითად, ან ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა რომ შენ თვითონ გაუგონდე, მაგრამ ამ სიტუაციაში იცი რა არის მაგარი რომ შენ მე სხვას რო ხვდები დაცემულს არანაირი აგრესია არ აქვს შენ გამოცდილი გაქვს ეს ყველაფერი ხო აი ცოტა შორის თანაბზნობი ხდები ცოტა საკუთარ ცოდვებს ხედავ რაღაც ცოტა პატარა სულიერ პრაქტიკა ვისაც აქვს თუნდაც რელიგია თუნდაც ქრისტიანული ცხოვრების ხდება შენ რო შენ ცოდვებს ხედავ აი ძალიან მიმტევებელი ხარ მეც გამომიცდია ძალიან ისეთი პრაქტიკული ფაზა რომ მქონდა რელიგიური ვიყავი უფრო მეტად აი მაშინ უფრო ვიყავი მიმტევებელი შენი გამოცდილებით აი ძალიან ისი ხო რა ხო შენ ტყავზე უნდა გამოცადო და ეგ ის კი არა დაეცი და რა საშინელება ტყავზე გამოცადე მე ხა გამგები ხდები ყველა ადამიანის ყველაზე მთავარი მიტევება მე რაც ჩამიდენია ჰიპნოთერაპიაზე და წარმოსახვი თერაპიებზე მე როცა ვიყავი ძალიან განაწყენებული ლილიტის სახლის ადამიანებზე თურმე ქვეცნობიერად ძალიან დიდ კიბულს ვატარებდი, რომ შევხვდი ჩემ თავს, რომ არაცნობიერად უარესი მაქვს ჩემ თავისთვის გაკეთებული. და მე მივხვდი რამ გაყო მეთქი, ხა ისიც არაცნობიერად მტკენდა და მეც ჩემ თავს თურმე არაცნობიერად მტკენდა, თურმე ესეთია ცხოვრება. და აი ეს რომ ამბობენ რომ მიუტევე, მე ვერაფერს ვერ მიუტევებ, თუ იგივე შენ ტყავზე არ გაიარე, შენ თავისგან მაგალითად სიტყვაზე, ხო? ანუ შენთვის დაცემა ყველაზე დიდი სიკეთე არის რაღაც მომენტებში. ამიტომ ამბობ რომ აი ეს ინი და იანის თემა მე ვიცხოვრე ეს ყველაფერი ხო ხდები თერაპიულად ვიცხოვრე რომ იქ სადაც გგონია რომ მაგარ კარგ ამბავში ხარ შენ ქვეცნობიერში მიდის ძალიან დიდი ტკივილი და როცა ძალიან დიდ სიმწარეში ხარ შენ ცხოვრებაში ქვეცნობიერში მიდის აღმაფრენა ეს არის სინამდვილეში რა და საბოლოო ჯამში ზღვარი იკარგება რა არის კარგი რა არის ცუდი ზღვარი იკარგება და ეს ერთიანობაში ხდება ყველაფერი. აი ახლა ევროპულ სამყაროს რო აქვს სერიოზული გამოცდები წინ, ხო? რატომ? იმიტომ რომ ამ ხალხმა დაკარგა ბრძოლდის უნარიანობა, ხა აღარ აქვს, ხო შინაგანი. ანუ კომფორტი ადამიანისთვის უსტრესო, კომფორტული ცხოვრება ეს არის ძალიან საშიში რამ, იმიტომ რომ აი ამ პრობლემებში შენ იწურთნები სხვანაირად, ხო? და ახლა სულ ამბობდი ხოლმე რომ ეს თაობა ევროპელების არ არიან ის ხელმძღვანელები იმის გამოწვევებისთვის შესაფერისები, იმიტომ რომ ისინი სტაბილური სამყაროდან მოვიდნენ ამ ხელისუფლებებში, ხო? და აქ უნდა ნგრევაზე ახალი ენერგია წამოვიდეს და დიდ სურათში აქ აზიური სამყარო კარგს აკეთებს მეორე მხრივ, თუმცა ისინი იმიტომ აკეთებენ რომ თვითონვე იბოღმებიან თავიანთი უნარობით და ყველანაირი ნათელი უნდა ჩააქრონ. რომ თვითონ არ იგზნონ ის ტკივილი რა ჭაობშიც არიან, მაგრამ დიდ ლოგიკაში ეს ძალიან კარგი გამოსაყენებელი არის ევროპისთვის, რომ ცოტა აზე მოვიდნენ, ხო? იმიტომ რომ ხა ვიცნობ რა მაგ საზოგადოებას, ასე თუ ისე ძალიან კარგი ტიპები არიან, ძალიან ისეთი კარგი ისინი არიან, მაგრამ აი მე მქონია ესეთი შეხება, ხა მე ძალიან ისეთი ვარ რა, უშიშარი ტიპი ვარ, ექსტრემალი ტიპი ვარ, ამში არაფრის სინამდვილეში რა.
იგივე სიტუაციაში, აი, ეხლა მე როგორც ვატარებ თუნდაც მანქანას, ევროპაშიც ვატარებდი ჩვეულებრივად, თელი სულ ვინმე დამჯერდა პანიკაში ვარდებოდა. ანუ საერთოდ არ იყვნენ ამ სტრესისთვის მზად, არაფერი სტრესი არ არის, ეხლა მე როგორ ვატარებ, ვიცი მარტივი კანონები, ამ კანონებს ვიცავ და ამიტომ ვატარებ ჩქარა და მოქნილად, იმიტომ რომ ვიცი რომ ასეთ ვატარებ არაფერი არ გემართება. ანუ რა არის რაღაც კანონი, ამას თუ მიყვები, ხარ დაცული რა. აი ქართველებს არასოდეს არ ქონია ეს პრობლემა. უცხოელი, აი, უსაფრთხოებაზე ისე არიან ორიენტირებულები. აი ხა იქ მე და შენ ვიყავით იქ ციხე კოშკში მაღლა რუიჯექი. რომ ვიღებდი ვიდეოს და პანიკაში რომ ჩავარდეთ. ჩამოდი და მართლა პრობლემა. ხოდა ვიდეოშიც ჩავიწერე. ხა პანიკაში ჩავარდე. არაფერი ისეთი არ იყო რა. ანუ შიშები აქვს თუ ყვე ატარა სტრესზე. ხო. აი პატკი აბსოლუტურად ახლა მე ხოს უმაგაზე ასე ვთქვა ჭკუბობ ხოლმე კარგით რა გჭირ ხო აი ეგ მომენტი ან პატარა კანონის მირღვევა იქ და კანონსკი ესე კანონსკი არ გულისხმობ აი რაღაც რისკს რაც შეეხება აი ბავშვებს საბუთი ბაღში სკოლაში ვნებოდნენ რომ ჯვარი არ ატაროთ იმიტომ რომ შეიძლება დაგაღწოს ხო და ეს არის უკვე ძალიან სერიოზული შიშები, იმიტომ რომ სტაბილურობა იყო ძალიან დიდ. ხა მე თუ გავიზარდე 30-ით რომ დავდივარ მანქანით, სულ ვიღაცა 60-ით გაიქროლებს და გული გამისკდება. ხო? არა ვარ შეჩვეული, ადაპტირებული არა ვარ ამ სტრესთან და მე არ მომწონს, იმიტომ რომ მე ხო გენები ისეთი ტიპაში ვარ რა, რომ ბებრძოლი სული მაქვს ესე რომ ვთქვათ და ეხლა ხმამაღლა არ ვამბობ. ანუ სტრესულ გამოწვევებში ოკეი ვარ რა და შეგეში და ზეღა სიტყვაზე ხო ამას მოაქვს ძალიან დიდი პრობლემები იმიტომ რომ იგრო მე რუსეთი მოდის თავის ჰიბრიდული ომით შეხარ აბსოლუტურად გამოუცდელი ხო ხტები რა და ამიტომ დიცურაჩი რომ ავიღოთ იგივე ჩვენს გვჭირდება შოკები გამოცდილებები ჩავარდნები სულიერ დეგრადაციები და იცი რა არის მე ამას ვამბობდი 10 წლის წინ ოღონდ ამას ვამბობდი გონებით და ლოგიკით მაგრამ მე ეს ვიცხოვრე სხეულებრივად ვიცხოვრე შევხვდი და მივხვდი რომ ფართალი იყო ანუ არასოდეს ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს დაცემის არასოდეს არ უნდა შეგვეშინდეს დიდი დრამა რო ხდება ჩვენ ცხოვრებაში მიყვატოვეს იქ ოჯახი არ გამოდგა ის რაც ჩვენ გვეგონა ცხოვრება არ შედგა ის რაც გვეგონა ეს დრამები სიამოვნებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ვა, რა მაგარია მე ვიცი რა არის დანაკარგები ცხოვრებაში თურმე. და მე რომ შევხვდები ადამიანს, რომელსაც ღრმა დანაკარგები აქვს, მე ვიცი რას გრძნობს ისიც ვიცი როგორ დადგება მალე ფეხზე. თუ ის დაუბრუნდება თავის თავს, იპოვის თავის მესმა, ის აბსოლუტურად მიიღებს ხეულებრივად ამ დანაკარგებს. სიტყვაზე იქ რაღაცა მძიმეც არის ეგეთი, ხო, რომ დავკარგეთ რა. და ეს არის გამოცდილებები და სულიერი დიცურაჩი ეს ძალიან დიდი განვითარებაა სულისთვის, ამიტომ დედამიწაზე მე ესე მივხვდი როგორ რაღაც ნახე. აბსოლუტურად იგივე ქრისტიანობაში, წერობა და ხო. ოღონდ იქ არის როგორ იცი, ეხლა მე ამას ამ ფილოსოფიურად მივედი ამ ყველა ფრამდე, მაგრამ ძალიან მარტივ ფორმულებს გეუბნები. აი თუნდაც ის რომ საკუთარი თავის არ დაკარგო და ხო არის რომ არ შეიძლება რომ ქრისტიანობაც რომ შენ თავს ნუ რაღაც დონეზე უნდა აპატიო, თუნდაც ყველაზე დიდი ცოდვა, იმიტომ რომ მე ძალიან ცუდი რაღაცები ხდება. ხო და ეს არის შაბლონურად ხალხში გადმოსული. არ აქვს ეს ნაცხოვრების ხეულებრივად. სხეულებრივად ცხოვრება რა არის, იცი რომ შეიგრძნობ ამ ტკივილს, რაც შენ დაგემართა. მიუტევებ როგორ იცი რომ შენ ამას კი არ მიუტევებ შენ თავს მარტო. ვინც კი ამ სფეროში იგივე დამართნია, მთელ სამყაროსთან გადიხარ კავშირში, ყველას მიმტევებელი ხდები. იმიტომ რომ ვიღაცას მე რაც ვთქვათ არასწორი მომსვლია ცხოვრებაში ვიღაცამ რომ იგივე მომიყვეს მე ჩავეხუტები მას სიტყვაზე შეიძლება ფიზიკურად არა მაგრამ ემოციურად მე სამემართ ეგ მაგრამ it's okay სიტყვაზე ხო ესე იგი ყველა ავტომატურად ხდები პატიებელი ყველა მაგ ენერგიის მიმართ და ეს რა არის მიმღებლობა იხსნება შენში ყველაფრის მიმართ მიმღებლობა სამყაროს და ღვთიური ენერგიის თავარი რა არის გახსნილი ვიყოთ ყველა ენერგიის მიმართ თუნდაც სიბოროტის მიმართ ვიყოთ გახსნილები იმიტომ რომ ამ სიბოროტის არსი ვიცოდეთ რატო არის ეს ყველაფერი ანუ მე ხარ ასე ვთვლაპარაკობ სუფთა ქრისტიანული ღირებულებები არის თავიდან ბოლომდე ხო მე მაგიტომ აქ უფრო ქრისტიანობასთან უფრო ემოციური კავშირი იმიტომ რომ ეზოთერული ქრისტიანობა ოღონდ არა ეს ეგზოთერული ქრისტიანობა თუმცა ეგზოთერულიც იგივეს ამბობს მაგრამ ეზოთერული ქრისტიანობა აქ უკვე ძალიან ჩაღრმავებაზე არის. აქ რო გახვიდე, იმ ხელატკივილები უნდა გამოიარო.
ყველაფერი ეს ყენები, უსამართლობა, ყველაფერი უნდა იცხოვრო, აი სხეული რო გეწვის ტკივილისგან აქამდე უნდა მიხვიდე. აი გამოიტირო, გამოიწვას შენ სხეულში ენერგიები, რაც წარსულიდან აქ შემოტანილი, მე იმხელა თავისუფლება მოდის. თავისუფლება რა გახსნილი ხარ უკვე. არავინ აღარ გაკვირვებს. ზედმეტად ისხდები მე რაღაცნაირად 7. და აი ამ ნეგატივებს რომ მოიშორებ, აქ შენი სელენა უკვე ძალიან მაგარი ტიპი ხდება. მე ესე მგონია და ხო გეუბნები ეს იმას არნიშნავს რომ უნდა გავწყინდე და ბედნიერი ვიყო. პირიქით მე მზად ვარ პერიოდულად დიდი დრამების. დილას გითხარ რომ მეგობარი ვნახე მეთქი დიდი ხნის სადაც სწავლობდით და მე ამ გოგონას რაღაცა ის სელენა საერთოდ გათიშა მე მგონი. ხო. და გადავიდა ჩემთან ატოლი ორ კვირას ყოველ აი მეთხის კავალერი ყავს და სელენა და აი რაღაცა ერთხელ რაღაცა ისეთი ფაქტის მერე აი რაც თავისთავად ვერ აპატია რაღაც სისულელისგან ბავშვურის სისულელისგან ერთად ჩავიდე და ბავშვური გაგიჩიდება გითხრა ხო იმისგან ვერ თავისთავად ვერ აპატია რაღაც დონეზე კიდეც მომიყვარ მე წავედიო ხდელთან მოვინანიო მაგრამ მაინც მაწუხებს და ამ დროს აი ხა რო გითხრა არ არის ეს ესეთი რაღაცა რომ აი ეს ვერ აპატია რაღაცა დაუტრიგერა იქ ქოცნობიერში აი რახან ერთად გავაკეთეთ ამიტომ გადავუვიდე სიძულველი ან თხის გაჩაერთო ხო ეს როგორ ეს ავტორიტეტი მე როგორ დამემართა მე და მე გუშინ მე ხო სიზმარში რომ ნახე რომ ვეკონტაქტებოდი და ვაპატიე სულ ვცდილობ გაიგე და სულ შევდივარ ვწერ რაღაცა ვატყობ რომ ვერ ლახავს ამას აი თავისებია და საერთოდ ვერ თავს არ და პირადად კი არ დამიშავ ერთად რაღაცა ბავშვური სისულე და თავის თავსაც როგორ ჩანს ვერ პატიობს იმიტომ რომ ლილიტი თხისქა სერიოზულობა ეხება ეს როგორ შეიძლება და ხა მე სტილთან ლილიტი თხისქა ვარ და ძალიან მკაცრი დესპოტურები არიან თავის მიმართ ძალიან უთქვია აი სხვის მიმართაც ჩემ თქვიათ ახლა ერთ-ერთი ჯგუფელია ეს გოგო და იმასაც კაი ბავშვობაში როგორ იყავ უნივერსიტეტშიო რა ისეთი რაღაცა რომ მოხდებოდა გაიხ სერიოზულად იღებდი ყველას და სიპატი გეცლებოდა ხა როგორ შეიძლება ჩამილილი ხო და აი მაგან რო ეგაპატიოს თავის თავს მაშინ რა უნდა ქნას ვერ გაპატიებს რატო იცი უნდა ჩამოანგრიოს დესპოტურობა საკუთარ თავში ამ დროს ქვეცნობიერისთვის ეს დესპოტურობა დაცვა არის ელენასგან, იმიტომ რომ ეს ელენათევზი თუ მიუშვი ის იფრენს სადღაც და გჭირდებათ ეს ლილიტის ენერგია. ოღონდ მოქნილობა არ არის აქ რომ კი მჭირდება, აქ დავიცა, მაგრამ იქ ელენას ჩავთავ ამ სიტუაციაში. სხვაგან ლილიტს ჩავთავ. ეს მოქნილობა არა აქ ლილიტის და ანუ ჩვენ ყველგან ვიყენებთ ამ ენერგიას და ეგ არის ზუსტად ელენას ჩართვა, რომ სადაც ეს ლილიტი არ ესაჭირო, იქ ელენა ჩაირთოს. და მან ეს დესპოტური მკაცრი ხასიათი რომ ის ყველას ესე მოექცევა შენ როგორ გააკეთე ეს ყველსან ეს ხო მაშინ ამ თვისებაზე უნდა თქვას უარი მან რო დაინახოს ეს და მიუტევოს აი ეს როგორც ხმალს რო ჩამოუშვა ბრძოლაში მე გეშინია რომ ეს თუ ჩამოუშვა მე რა ვქნა ან მაგის რა მხოლოდ ეგზისტენციალური პრობლემა შეიძლება წამოგეჭირას და დაცვითი მექანიზმი არის ეს რო არ დაგემართო ჯობია არ აპატიო თავს უფრო მარტივი არის მე რა რომ ტანჯავს მე რა რომ ტკივა და მე ალტერნატივას რო თავაზობ ადამიანს რომ თურმე სხვა ვარიანტიც არის არ არის საჭირო ან ერთი ან მეორე სხვა მესამე გზაც არის აი მაშინ იწყება უკვე რეაბილიტაცია ნენება რომ არ არის საჭირო ესე ხმლით იყოს სულ რომ აი დესპოტურად ვიღაცა უნდა დავსაჯო ლილიტი თხისრქა უნდა ვიღაცა დავსაჯო არასწორთან ცივად სასტიკად ან ჩემი თავი დავსაჯო ცივად სასტიკად ან უცებ არაფერ შუაში რო არ არის ისეთი ცივი ვიყო რომ ეს არის დაცვითი მექანიზმი არა თავის თავსაც რომელიც რეალურად თავის თავს ნებს ხალწულია ეგეც თავიანთ თავს ლილიტი ხშირად ჩვენ თუ არ ვაცნობიერებ ჩვენ თავს გუნებს მეტი არავის მაგრამ მე სხვასაც რო ვნებს ეს უკვე სერიოზული დრამა არის სხვების გარშემოყოფებისთვისაც ხო მე მგონი ცოტა ვეყოთ დღეს თამის არ ხმარა მოვაღებინე მაინც ძალიან ბევრი თემა იყო და შენც მინდოდა რომ მოგესმინა ეს მე მგონი რაღაცები უფრო გაიგე ეხლა ხო მესამესახლურად ანუ ეს ნიშნავს რომ ხა ყველაფერი რთულია ამიტომ რომ მე ხეზეტერიკაში საერთოდ ვერ ბევრი გაშინია მაგრამ აი ეს ბევრი რაღაცა მეც გავიგე ხო თან იმიტომ რომ მანდ გავდივარ სულ რა და აი ეს თემა რომ აი ეს ღვთის ენერგია უნდა დავაბრუნოთ სელენათი ჩვენში და აქ იმხელა ძალა მოგვეძლევა რომ იქ ლიცაც გამკლავდებით და ძალიან ბევრი რამის გამკლავდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის აი როგორი
ეგზოთერული ფსიქოლოგიური ასტროლოგია. იცი ახლა რასაც ვამბობ? აი სუფთა ეგზოთერიკა არის, ეზოთერიკა არის ბოდიში. ეზოთერული სფერო არის ახლა რასაც ვამბობ, აი ძალიან სიღრმეში დანახვა ასტროლოგიის, რომელიც რელიგიაში გადადის უკვე, ფილოსოფიურ რელიგიაში გადადის. აი ამ ენერგიით წარმოიდგინე სელენას გაცნობიერებით, შენ შეგიძლია მთელი ღვთიური ენერგია დაატრიალო შენში და უკავშირდე, სახში დაბრუნდე. მოდი ესე ვთქვათ რა, უძღებიშვილის დაბრუნებაო რა, აი მანდ ბრუნდებით. მართლა და იმ ხელ ენერგიას ვიღებთ მე მაგ ყველაფრისგან ეს სიყვარულს, სიტყვას, რა სხვა სიხშირეს ეკავდივართ მანდ და აი ეს უკვე საერთოდ სხვა ვიბრაცია არის, რომელსაც მე მაგალითად დავინახე მარტო ასტროლოგიაში ამის რესურსი, რომ აი ეს დაგანახოს, სად უნდა გახვიდე რეალურად. და ძალიან მაგარ რაღაცა არის. ადამიანს რო უყურებ ხოლმე უკვე ხედავ მისი სელენას ენერგია, სად არის მაგალითად და თვითონ აზე არ არის. და ნებისმიერი ესეთი ფილოსოფიური სწავლებები, სადაც ასტროლოგია არის გამორიცხული, აი ეს მგონია სანახევრო საქმე. ბოლომდე რო დიაგნოზი არა გაქვს დასული და სანახევროდ ხარ სადღაც რა. მეგობრებო, მე მგონი საინტერესო იყო თქვენთვის თამის ძალიან დიდი მადლობა სმენისთვის და ძალიან დიდი მადლობა იმ თანადგომისთვისაც ხოლმე აი ამ ასტროლოგიაში სულ რა აი მეკითხება რაღაცებს, თავის აზრს მიზიარებს ხოლმე მაგალითად თავის დაკვირვებებს რუკებს ნახულოს ეგრევე. აი ეს ესეთია და კიდე მიმდიდრებს ხოლმე ესეთ გამოცდილებას, ესე რა ვთქვათ. თან რა მოხარ გინდა თქვა შენ? დაგემშვიდობები. მადლობა. ცოტა გამიწალა და აკვალისია. ხომ მე სათვალო პროცესა გვერდზე რო ვიხედები, ხო ფოკუსირებ სათვალო. თვალების მეთქიდა რომ მოვიხსენი. მადლობა მეგობრებო. ეს არის პირდაპირ მასე გათვლილი, პირდაპირ იყო რომ ეს გვერდზე არა. მადლობა მოსმენისთვის, კომენტარებს ველოდებით. ძალიან ღრმა და ისე სერიოზულ თემაზე გქონდა საუბარი. ბევრი კი ვერ გამოგყვება ხოლმე ამ თემებში, ვინც ახლა ესე წლები მისმენს, ისინი ეგრევე ხვდებიან რაზე არის ლაპარაკი. ხა ბევრისთვის ჯერ ძალიან ახალი არის ხოლმე ეს თემები, მაგრამ დაგვეწევიან არაშოს. მადლობა მეგობრებო და დროებით.